მოგესალმებით მეგობრებო, დიდი მადლობა რომ უყურებთ და უსმენთ ლორდ კიფანიძის ვლოგს. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ უჩვეულო თემაზე. იცით რომ ჩვენი ვლოგი ძირითადად პოლიტიკურ საკითხებს მოიხილავს ხოლმე, მაგრამ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დარგში, ჰუმანიტარული მეცნიერების ყველა მიმართულებით შეიძლება აღმოვაჩინოთ ისეთი საკითხები, რომელიც პოლიტიკას, პოლიტიკის მეცნიერებას, ასე ვთქვათ, ენათესავება და მასთან არის დაკავშირებული. თან მოგეხსენებათ, რომ მე წლების განმავლობაში დაინტერესებული ვარ გერმანიის უახლესი ისტორიისა და პოლიტიკის შესწავლით, რაც წარმოუდგენელია გერმანული ენისა და კულტურის სიყვარულის გარეშე და ეს სიყვარულიც მიხსნის ასე ვთქვათ ხელს, რათა თქვენ დღევანდელი თემა შემოგთავაზოთ. მოკლედ, ბევრი რო აღარ გავაგრძელო და რო არ დავტვირთო ჩვენი მსჯელობა, მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენ ლიტერატურის შესახებ ვისაუბრებთ. ცხადია, მე თავს უფლებას არ მივცემ, რომ ზოგადი ლიტერატურული საკითხები შევაფასო და ლიტერატურად მცოდნეობის ტალღებში გადავეშვა და რაღაც სიმაღლეები დავიპყრო, ამის პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ მგონია, რომ შემიძლია ერთი-ორი სიტყვა გითხრათ თომას მანის სრულიად გენიალური მოთხრობის შესახებ. თომას მანი, მოგეხსენებათ, დიდი რომანისტი არ ყოფილა მხოლოდ. დიდი რომანების გარდა მას აქვს შექმნილი უამრავი პატარა მოთხრობა, რომელიც შედევრად არის აღიარებული. რომელი ერთი გავიხსენოთ? ტონიო კროგერი, სიკვდილი ვენეციაში, მძიმე საათი, ლუის ჰენი და ასე შემდეგ, ბევრი მოთხრობა, რომელიც აი მართლა იტაცებს ნებისმიერი ტიპის მკითხველის თვალს, გულს და გონებას. მაგრამ ჩვენ დღეს ზემოთ ჩამოთვლილ რომანებზე, ზემოთ ჩამოთვლილ მოთხრობებზე არ ვისაუბრებთ და ძირითადად ყურადღებას გავამახვილებთ და მთელს ჩვენს ვლოგს მივუძღვნით თომას მანის გამორჩეულ მოთხრობას მარიო და ჯადოქარი. და საკუთარ თავს უფლებას ვაძლევ ამ მოთხრობაზე ვისაუბრო, იმიტომ რომ იგი ასე ვთქვათ სავსეა პოლიტიკური მეტაფორებით, პოლიტიკური მინიშნებებით და შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი პოლიტიკური იგავიც კი არის, რომელიც კონკრეტულ ეპოქაში გაბატონებულ პოლიტიკურ იდეოლოგიას და პოლიტიკურ სისტემას აკრიტიკებს. მოკლედ, ბევრი რო არ გავაგრძელოთ, არც მეტი და არც ნაკლები, დღეს ჩვენ თქვენთან ერთად გავარჩევთ თომას მანის შესანიშნავ ბრწყინვალე მოთხრობას მარიო და ჯადოქარი. იმედია, რამდენიმე ადამიანს მაინც აღუძრავს სურვილს, რომ ეს მოთხრობა პირველად წაიკითხოს, ან ხელახლა გადაიკითხოს. სანამ თქვენს თაროებზე შეეცდებით აღმოაჩინოთ 20,000-იანი ტირაჟით გამოსული აი ეს ძალიან საყვარელი და უნიკალური წიგნი, მანამდე გთხოვთ, რომ დაალაიქოთ ჩვენი ვიდეო, აუცილებლად გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, გააზიაროთ ჩვენს YouTube არხზე გამოქვეყნებული ვიდეოები და მოუწოდოთ თქვენს მეგობრებს, რომ დაირაზმონ და ეს არხი გამოიწერონ და ამ არხზე ატვირთულ ვიდეოებს მიაქციონ ყურადღება. მოკლედ, მეგობრებო, მოდით დავიძრათ და დავიწყოთ მარიოზე და ჯადოქარზე საუბარი. სანამ უშუალოდ მოთხრობის შესახებ დავიწყებთ მსჯელობას, მოდით გავიხსენოთ თომას მანის პოლიტიკური შეხედულებები. მოგეხსენებათ, რომ თომას მანის პოლიტიკური გემოვნება ერთგვაროვანი არ ყოფილა. იგი ჩრდილოეთ გერმანიაში, ქალაქ ლიუბეკში, ბიურგერულ ოჯახში, საკმაოდ მდიდარ ოჯახში დაიბადა, რომელიც ადგილობრივ პროტესტანტულ ტრადიციასთან იყო ნაზიარები. ეს ოჯახი თავიდან ბოლომდე მიეკუთვნებოდა ამ ბურჟუაზიულ კლასს,
შესაბამისად გერმანული ნაციონალიზმი და გერმანიის იმპერიის ერთგულება ამ ოჯახისთვის უცხო არ ყოფილა და ამ გერმანიის ძლევამოსილებაზე და გაძლიერებაზე ფიქრი ყველა ბიურგერული ოჯახისთვის თანდევი იყო. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თომას მანი ყოველთვის იყო ჰუმანისტი, ყოველთვის მხარს უჭერდა ადამიანს, მის გონებას, მის რეალიზებას, მისი სულიერი სამყაროს გახსნას, ყოველთვის იდგა ადამიანის როგორც უდიდესი ღირებულების სადარაჯოზე და ყოველთვის წერდა იმის შესახებ, რომ აი ეს ჰუმანიზმი უფრო დიდი კატეგორია, ვიდრე რაღაც სხვადასხვა პოლიტიკური სისტემები და საკუთარ თავს აი ამ დიდი სულიერი სივრცის ნაწილად მიიჩნევდა. თუმცა ხშირად უწევდა ხოლმე თომას მანს დედამიწაზე დაბრუნება და ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე საკუთარი პოზიციების გამოხატვა. მე ხა აქ არ დავიწყებ თომას მანის მთელი პოლიტიკური ბიოგრაფიის მოყოლას, ეს ცალკე თემაა, ძალიან დიდი თემაა და დღევანდელი ჩვენი ვლოგი ამისთვის არ გვეყოფა. უბრალოდ გავიხსენებ მხოლოდ ორ მსოფლიო ომს და ამ ორი მსოფლიო ომის მიმართ თომას მანის დამოკიდებულებას. აი პირველი მსოფლიო ომი. პირველ მსოფლიო ომს მის მიზნებს თომას მანი ხარს უჭერდა. იგი ფიქრობდა, რომ აი დიდი იმპერიები უკვე არსებობენ, ისინი შედარებით უფრო ადრე ჩამოყალიბდნენ, მათ მოახერხეს, რომ მთელი მსოფლიო და მისი რესურსები გადაენაწილებინათ, გერმანია გვიან გაერთიანდა, შესაბამისად სასიცოცხლო რესურსები, რომელიც აი ამ ახლად გაერთიანებულ გერმანიას ჭირდება, რომ თავისი დიდებული იდეები გაავრცელოს მთელს მსოფლიოში, აი ეს რესურსები უკვე დაკავებულია და სხვა იმპერიებს აქვთ ხელში ჩაგდებული. შესაბამისად, თომას მანი მიიჩნევდა, რომ ახლად გაერთიანებული გერმანია 19 საუკუნის ბოლოს, 20 საუკუნის დასაწყისში დარჩა აი ასე შიმშილის რესურსების სივრცის შიმშილის პირობებში. შესაბამისად, თომას მანი მიიჩნევდა, რომ აქვს უფლება გერმანულ სახელმწიფოს ახლად გაერთიანებულ გერმანელ ერს, რომ გაიბრძოლოს უფრო მეტისთვის, უფრო მნიშვნელოვანი პოზიციებისთვის თავისი ასე ვთქვათ, მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ცხადია, ეს სისხლისღვრა, მკვლელობა, რაღაც ერთმანეთის დაპყრობები, ნაციზმი და ესეთი საშინელებები და ესეთი უბედურებები თომას მანისთვის მისაღები არ ყოფილა არასდროს. ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ამას. უბრალოდ მას სჯეროდა, რომ გერმანიას მეტი სჭირდება იმისთვის, რომ თავისი თუნდაც ჰუმანისტური იდეები უფრო მეტად გაავრცელოს მთელ სამყაროში და უფრო დომინანტური როლი ჰქონდეს, თქვათ, ინგლისთან, საფრანგეთთან მიმართებით. ამიტომ პირველ მსოფლიო ომს იგი სკეპტიკურად არ უყურებდა, სხვათა შორის აქ ვლინდება დიდი განსხვავება მასსა და მის უფროს ძმას, ასევე შესანიშნავ მწერალს, შეიძლება თომას მანის დონის მწერალი ის არ ყოფილა, მაგრამ გამორჩეული მწერალი იყო, ბატონი ჰაინრიხ მანი, აი ჰაინრიხ მანსა და თომას მანს შორის სხვადასხვაობა პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებით მკაფიოდ იკვეთება. ჰაინრიხ მანი ყოველთვის ამბობდა, რომ ომი ეს არ არის მეთოდი, რომელსაც თუნდაც ირიბად შეიძლება ჩვენ მხარი დაუჭიროთ. ომი ეს უბედურებაა და არ აქვს უფლება არავის, თუნდაც ჰუმანისტური დიადი იდეების და ძალიან მაღალი კულტურის გავრცელების არგუმენტით ჩაებას ამ ომში და უამრავი ადამიანის უბედურება განაპირობოს. და მაშინდელა ეს იმპერიულ გერმანიას ძალიან მოხდენილად, ძალიან დახვეწილად დასცინოდა ხოლმე, ასე ვთქვათ, ჰაინრიხ მანი, შეგვიძლია გავიხსენოთ შესანიშნავი რომანი აქ მიდევს. ეს რომანი ქართულად არ არის მგონი ნათარგმნი, რომელსაც ქვია Der Untertan.
რომელსაც ქვია Der Untertan. ეს ნიშნავს ქვეშევრდომს და აღწერილი ყავს ერთი შეძლებული ასე ვთქვათ ერთი შეძლებული ქვეშევრდომი გერმანიის ახალი იმპერიისა და აღწერილია აი მისი კომიკური ხასიათი და კომიკური მახასიათებლები და მისი ასე ვთქვათ ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ხო? აი რაღაცით გავს ლუარსაბ თათქარიძეს ეს Der Untertani, რომელსაც აღწერს ჰაინრიხ მანი. ხო და აი ესეთი ვითარება იყო თომას მანი სამწუხაროდ პირველ მსოფლიო ომს მიემხრო და მისი გაუბედურების და ამ ომის გამაუბედურებელი შედეგები მას მრავალჯერ წინ დახვდა და თომას მანს ხშირად წამოაძახეს ეს მისი პოზიცია, თქვათ არც თუ ისე სკეპტიკური დამოკიდებულება პირველი მსოფლიო ომის მიმართ, ისე რომ ვთქვათ, მსუბუქად რომ ვთქვათ. მაგრამ პირველი მსოფლიო ომის და მისი შედეგების ხილვის შემდეგ თომას მანის დამოკიდებულება რადიკალურად იცვლება. თომას მანი ადრევე ამჩნევს იმას, რომ ომში დამარცხების შემდეგ გერმანულ საზოგადოებაში ფეხს იკიდებს და ფეხს იდგამს არა ის ჰუმანისტური კულტურული ღირებულებები, მაღალი გერმანული კულტურის საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე მიმართული ქმედებები, არამედ ძალას იკრებს გერმანიაში, გერმანიის დემოკრატიულ სისტემაში, აი ეს საშინელი ნაციონალიზმი, ნაციზმი, შავრაზმელობა, აი ეს ფაშიზმთან მონათესავე იდეოლოგიები, რადიკალიზმი და თომას მანი თავიდანვე აცნობიერებს თავის ინტელექტუალური პოზიციის სიმცდარეს პირველი მსოფლიო ომის დროს და იწყებს ფაქტობრივად ვაიმარის რესპუბლიკის ჩამოყალიბების პირველივე წლებიდან აქტიურ მხარდაჭერას დემოკრატიისა, აქტიურ მხარდაჭერას მშვიდობისა და აქტიურად შეეწინააღმდეგება, მოკლედ 20-იანი წლებიდანვე თომას მანი აი იმ რადიკალიზმს და ხაკისფერ ჭირს, რომელიც მაშინ მთელს ევროპას და მათ შორის გერმანიასაც მოედო. მაგალითად თომას მანი დაუნდობლად აკრიტიკებს ებრაული წარმოშობის მემარცხენე ლიბერალი საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი ვალტერ რატენაუს მკვლელობას, რომელიც ჩაიდინეს აი ამ რადიკალმა ნაციონალისტებმა, იმიტომ რომ რატენაუს აბრალებდნენ კომპრომისებზე წასვლას პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულ ძალებთან და ამ კომპრომისებს ასაღებდნენ გერმანიის ღალატად და რა ვიცი, ჩაცხრილეს ქუჩაში თუ არ ვწდები საკუთარ მანქანაში ვალტერ რატენაუ და ეს თავიდანვე ვთქვათ დიდ უბედურებად იგრძნო თომას მანმა. მოკლედ ბევრი აღარ გავაგრძელო, თავიდანვე თომას მანი შეუდგა აი ამ გოლგოთას, რასაც ქვია ნაციონალიზმის აღმავლობის პერიოდში, ნაციზმის ჩამოყალიბების პერიოდში, დემოკრატიის დაცვის და პაციფისტური იდეების მხარეს დგომის ტვირთი. და აი ამ გზას შეუდგა თომას მანი და ეს მას ძვირად დაუჯდა. თომას მანი გააძევეს გერმანიიდან, ჩამოართვეს გერმანიის მოქალაქეობა, დააწვეს მისი წიგნები ქუჩაში, გამოაცხადეს მტრად, უცხოეთის აგენტად, ამერიკიდან მართულ ლიდერად, მაგრამ თომას მანი მაინც არ წყვეტდა თავის ასე ვთქვათ ბრძოლას, ოდესმე თუ მექნება შესაძლებლობა დრო და ვინმე მხარს დამიჭერს, დიდი სიამოვნებით ვთარგმნი მის რადიო მიმართვებს მეორე მსოფლიო ომის დროს მოგეხსენებათ BBC-მ დააორგანიზა, ვთქვათ, ანტინაცისტური პროპაგანდისტული გამოშვებები თავის სიხშირეებზე, ვთქვათ, მაგალითად მიმართავდა იმას რა ქვია ფრანგ ხალხს გენერალი დე გოლი, ღირსება და სამშობლო, იწყებდა თავის გადაცემას ამ სიტყვებით და უნერგავდა იმედს ფრანგებს, რომ ისინი აუცილებლად დაბრუნდებოდნენ პარიზში და აღადგენდნენ თავიანთ სახელმწიფოს. გერმანელები ახშობდნენ ამ ხმებს, მაგრამ თვითონ
დეგოლი უკან არიხევდა და ნუ ყველა ქვეყანაზე ვიღაც ესეთ დიდ ფიგურას მიამაგრებდა ხოლმე BBC და მათ შებედეს და თხოვეს, რომ პირდაპირ ეთერში გადაეცათ თომას მანის ხმა გერმანიაში, გერმანულ ქალაქებში, სადაც თომას მანი ანტინაცისტური მოწოდებებით გამოვიდო და თომას მანი მაშინ ცხოვრობდა კალიფორნიაში ჩაწერდა თავის მიმართვას, ამ მიმართვას მერე ტელეფონით გადასცემდნენ ნიუ-იორკში, ნიუ-იორკიდან ასევე იგზავნებოდა ხმოვანი, ასე ვთქვათ, ფირფიტები ლონდონში და ბოლოს ჩადიოდა მიმართვა უკვე BBC-ს საომარ საველე სადგურში და იმ სადგურიდან თომას მანი მოუწოდებდა გერმანელებს, რომ გამოფხიზლებულიყვნენ ჰიტლერის წინააღმდეგ აჯანყებულიყვნენ, მის წინააღმდეგ გაებრძოლათ და გაეთავისუფლებინათ გერმანია აი ამ უბედურებისგან, რასაც ნაციზმი ქვია. მოკლედ, თომას მანის პოლიტიკურ ბიოგრაფიის ერთი ეპიზოდი მივიხილეთ ჩვენ, რომელიც ესე შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ იგი ომის მომხრე ინტელექტუალიდან ძალიან მალე გარდაიქმნა ანტისაომარ, ანტინაცისტურ დიდ მოღვაწედ და შესწირა მან თავისი სიცოცხლის ერთი ნაწილი და შესწირა მთელი თავისი უსაფრთხოებაც, კეთილდღეობაც, სამშობლოში ყოფნის პრივილეგიაც იმას, რომ გაებრძოლა და შეწინააღმდეგებოდა ნაციზმს და ამას აკეთებდა არა მხოლოდ თავის ასე იგი რადიო მიმართვებით, არამედ თავის ნაწარმოებებშიც იგივე შუქი გამოკრთოდა ხოლმე და აი ამ შუქის ერთ-ერთი დადასტურება არის სწორედ მარიო და ჯადოქარი. მარიო და ჯადოქარი მოგვითხრობს სწორედ იმაზე, თუ როგორია ნაცისტური და ფაშისტური საზოგადოებები და როგორ მანიპულირებს ადამიანებით, მათი სისუსტეებით ბოროტმოქმედი ფიურერი და როგორ ახდენს თავისი ჰიპნოტური მეთოდებით და ჰიპნოზის მეთოდებით, როგორ ახდენს უღირსი დიქტატორი საკუთარ ადამიანებზე გავლენას და როგორ ცდილობს, რომ გადააგვარონ ისინი. ასე რომ თომას მანი დიდი ადამიანი იყო და ბევრი აგური დადო ნაციზმის და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ერთ-ერთ ასეთ ძალიან ძვირფას ქვაზე მარიოსა და ჯადოქარზე ვსაუბრობთ დღეს. მარიო და ჯადოქარი დაიწერა 1930 წელს. გონი ისტორიული კონტექსტი თქვენთვის გასაგებია. 1930 წელს უკვე იტალიაში მოქმედებს კონსოლიდირებული, შემდგარი, ფეხზე მდგარი, მყარი ფაშისტური რეჟიმი. ბენიტო მუსოლინი ხელისუფლების სათავეშია, ეს ფაშიზმი და ნაციონალიზმი არის ზენიტში თავისი არსებობისა მთელ მე-20 საუკუნეში. გერმანიაში ნაცისტები ჯერ არ არიან ხელისუფლებაში, მაგრამ წინა წლებთან შედარებით უფრო მყარად ჯანან, მყარი ფრაქცია აქვთ გერმანიის რაიხსტაგში, წარმოდგენილნი არიან სხვადასხვა რეგიონალურ პარლამენტებში და მოკლედ ნელ-ნელა საზოგადოებრივ დისკუსიაში ძალიან მყარ პოზიციებს იკავებენ სხვა რეაქციულ ძალებთან ერთად. მოკლედ მარიო და ჯადოქარი იწერება მაშინ, როდესაც იტალიური ფაშიზმი უკვე ფეხზე დგას და ნაციზმი გერმანიაში ფეხზე წამოდგომის პირას არის. მარიოს და ჯადოქარს, როგორც მოთხრობას, ძალიან მყარი სტრუქტურა აქვს. ნაწარმოები შეგვიძლია გავყოთ ორ ნაწილად. პირველი ნაწილი აღწერს იტალიის ერთ-ერთ საკურორტო ქალაქში, ტორე დი ვენერაში სიტუაციას და ატმოსფეროს. ეს გამოგონილი ქალაქია თუ არ ვცდები,
და როგორი ვითარება იქ შექმნილი, როგორ ისვენებენ ადამიანები, რომელი საზოგადოებრივი ჯგუფები არსებობენ ამ ქალაქში, რა ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვთ ადგილობრივ მოქალაქეებს და როგორ რეაგირებენ ისინი ჩამოსულ სტუმრებზე და როგორ ურთიერთობენ ჩამოსულ სტუმრებთან, ხო? აი პირველ ნაწილში აღწერილი არის სწორედ ეს ატმოსფერო საკურორტო ქალაქ ტორე-დი-ვენერასი. ამ ქალაქში ჩამოდის ერთი ოჯახი, ამ ოჯახის შესახებ ვიცით ჩვენ რომ არის დედა, მამა და ორი შვილი და მინიშნებულია მოთხრობაში რომ ეს მამა უნდა წარმოადგენდეს რაღაც ჰუმანიტარულ შემოქმედებით სფეროს და რიგი მეცნიერები და მკვლევრები ამბობენ რომ თითქოს ეს მთხრობელი მარიოსა და ჯადოქარის მთხრობელი სწორედ პროტოტიპი არის თომას მანისა, იმიტომ რომ ისიც ხშირად ოჯახთან ერთად ისვენებდა ხოლმე იტალიაში, ახალგაზრდობაში თავის ძმასთან ერთად მოგზაურობდა ლაჟვარდოვან სანაპიროებზე და უკვე შემდეგ თავის მეუღლესთან და შვილებთან ერთად და შეიძლება იგი პირადი გამოცდილების შესახებაც გვიყვება. ეს ვარაუდიც არსებობს. ხოლო მეორე ნაწილი აი ამ მოთხრობისა ეთმობა წარმოდგენას, აი ამ საკურორტო ქალაქში ჩამოდის ფოკუსნიკი, რაღაცა მანიპულატორი, ჰიპნოზი რო იცის ისეთი კაცი, ჯადოქარს უწოდებს იგი საკუთარ თავს, აი ამ ჯადოქრის წარმოდგენა ვითარდება ადგილობრივ დარბაზში და მოთხრობის მეორე დასკვნითი ნაწილი ეთმობა სწორედ აი ამ წარმოდგენასა და მის პერიპეტიებს. მასშტაბამე ქალაქის ატმოსფერო და შარლატან ჯადოქრის წარმოდგენა დარბაზში. აი ამ ორი ნაწილისგან შედგება ნაწარმოები და მთავარი მთხრობელი არის დასასვენებლად ჩამოსული მამაკაცი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. აი ესეთია დაახლოებით მონახაზი აი ამ მოთხრობისა და სხვათა შორის ძალიან დიდხანს გვამზადებს ავტორი სანამ ჯადოქრის წარმოდგენაზე შეგვიყვანს. მანამდე ძალიან დიდხანს აჭიანურებს ასე ვთქვათ თხრობას, ვინაიდან რაღაცა ეს მოლოდინი გაჩნდეს, შეგვამზადოს იმისთვის, რომ დარბაზში მართლაც დიდი წარმოდგენა გველოდება და ეს წარმოდგენა არ იქნება მხოლოდ სცენაზე, მასზე ექნება გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე და შეიძლება ცალკეული პერსონაჟების ტრაგედიადაც იქცეს. მოდით ახლა დაწვრილებით ვისაუბროთ იმ ატმოსფეროზე, რომელიც აი ამ ოჯახს გერმანიიდან, სავარაუდოდ გერმანიიდან იტალიაში დასასვენებლად ჩასულ ოჯახს აი ამ პატარა ქალაქში ტორე-დი-ვენერაში დახვდა. რა თქმა უნდა, ხა როცა ადამიანი დასასვენებლად მიდის, რას მოელის, რომ იქნება კურორტზე კომფორტი, სიმყუდროვე, იდილია, მიეცემა ადამიანს ხიარულების საშუალება, გართობის საშუალება და მოიკრებს ენერგიას იმისთვის, რომ დაბრუნდეს კვლავ იმ ბიურგერულ საზოგადოებაში და გააგრძელოს თავისი შრომა. ცხადია, ეს ოჯახიც, მთხრობელის ოჯახიც ასეთი მოლოდინით ჩადის იტალიაში, მაგრამ ძალიან მძიმე ატმოსფერო ხდება ოჯახს აი ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში. ყველაფერი იწყება იმით, რომ ერთ-ერთი სადილის თუ ვახშმის დროს, როდესაც ოჯახი ჩადის გრანდ ოტელის რესტორანში, ფანჯრიდან ამჩნევს, რომ არსებობს რაღაც ცალკე აივანი, ცალკე ვერანდა, რომელიც არის შემინული, რომელიც გადადის ზღვაზე, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი ხედი, ბავშვები რო დაინახავენ აი ამ შემინულ ვერანდას, სადაც წითელი ფარნები ანთია, უნდებათ იქ წასვლა და როდესაც დაუძახებენ ობერ კელნერს თუ კელნერს, ანუ ჩვეულებრივ ოფიციანტს,
და ეტყვიან რომ ეგება გადაგვიყვანოთ აი იმ ვერანდაზე. მისი პასუხია რომ ეს ვერანდა მხოლოდ მუდმივი კლიენტებისთვის არის. მოკლედ ტორედი ვენერაში ჩამოდიან რომაული საზოგადოების, ნაღები საზოგადოების წარმომადგენლები, ელიტები იტალიური, ისინი ისვენებენ აქ და თავიდანვე აგრძნობინეს სტუმრად ჩამოსულ ოჯახს, რომ ნურას უკაცრავად ეს ყველაფერი არის მხოლოდ იტალიელებისთვის, მაღალი რანგის იტალიელებისთვის და არა ვიღაც ჩამოსული და გრანდ ოტელში მყოფი გერმანელი სტუმრებისთვის. ამით არ სრულდება ის უსიამოვნებები, რომელიც ოჯახს შეხვდება ამ სასტუმროში. აღმოჩნდა, რომ ამ ორი შვილიდან ერთ-ერთს ახალი მოხდილი აქვს, რომელიღაცა ვირუსი, თუ ყივანახველა და ბავშვს აქვს ხველა დარჩენილი. დაავადება ჩავლილია, გადამდები ბავშვი აღარ არის, ამას ადგილობრივი ექიმიც დაადასტურებს გასინჯვის შემდეგ, მაგრამ გრანდ ოტელში ამ გერმანელი ოჯახის მეზობლად მცხოვრებ ერთ-ერთ რომაელ ქალს აწუხებს პატარა ბავშვის ხველა, ის ატეხავს, ასე ვთქვათ, დიდ დებოშს, ისტერიკას, რომ რა საშინელებაა, ვიღაცები ჩამოდიან, ჩვენ დისკომფორტს გვიქმნიან, ქმნიან ჩვენი დაავადების საფრთხეს და მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი მხოლოდ ახველებს, შემორჩენილი ხველა აქვს, მიუხედავად ამისა, ესე იგი სასტუმროს პერსონალი ორჩილად თავს ხრის ქვემოთ და ასრულებს რომაელი ქალის მითითებებს და ოჯახს ფაქტობრივად აძევებენ გრანდ ოტელიდან. იმიტომ რომ ისინი არიან უცხოელები და იმიტომ რომ მათ იქცევა რომაული საზოგადოების წარმომადგენელს მაღალი წრიდან გამოსულ ქალს არ მოეწონა. და იქ თომას მანი აღნიშნავს, რომ აი ესე გულუბრყვილო ალბათ ცუდი თარგმანია, ესე მარტივად, იოლად და ბოროტად იყენებენ საკუთარ უპირატესობას ადგილობრივი იტალიელები, რომლებიც როგორც ჩანს, მუსოლინის მხარდაჭერები არიან და ფაშისტური განწყობების გავრცელებაში იღებენ მონაწილეობას, აი ესე იოლად და ბოროტად იყენებენ საკუთარ ძალაუფლებას და სასტუმროს პერსონალი კი არის სასწაულად მაამებელი, მონურად განწყობილი თავიანთი ბატონების მიმართ და ეს არაჩვეულებრივი ოჯახი, რომელიც არაფერს არ აშავებს, გარდა იმისა, რომ არის უცხოელი, აი ამ ოჯახს აწევებენ სასტუმროდან. და ეს სასტუმროს ატმოსფერო ძალიან კარგად მეტყოლებს იმ გარემოზე, რომელიც შექმნილი არის აი ამ პატარა საკურორტო ქალაქში, მაგრამ ამით არ ამოიწურება. ყველაფერი ოჯახი ახერხებს იქვე პატარა პანსიონში გადასვლას, იქ პანსიონში არაჩვეულებრივი ქალი არის ხელმძღვანელი დაწესებულებისა, კარგად გრძნობენ უკვე თავს აი ეს ძოლქმარი და მათი შვილები, დადიან უკვე სანაპიროზე, პანსიონატიდან დაახლოებით 10 ნაბიჯის მანძილზეა ეს უკვე არაჩვეულებრივი ლაჟვარდოვანი სანაპირო და თითქოს ყველაფერი დაალაგდა, მაგრამ შხამი ისი არის მოდებული მთელ საზოგადოებაში, რომ იგი პლაჟზეც აღწევს და იქ შესანიშნავ სიტყვებს ამბობს თომას მანი, რომ აი ბავშვებიო წარმოადგენენო თითქოს ერთ ცალკე არსებულ ეროვნებას, რომლებსაც შეიძლება ერთმანეთის ენა არ ესმით, მშობლიური ენა ამ ბავშვების ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ბავშვები, როდესაც ერთად აღმოჩნდებიან სათამაშო მოედანზე, მაინც ახერხებენ აი მუხილავი ენის გამონახვას
და ყალიბდებიან ერთ-ერთობად, დროს ატარებენ, კარგად გრძნობენ თავს, მაგრამ იმდენად მოშხამული არის მაშინ მთელი იტალიური საზოგადოება და საერთოდ ევროპული საზოგადოებაც, რომ ბავშვებიც კი დაყოფილი არიან ეროვნული ნიშნით და სხვადასხვა ასე ვთქვათ კონფლიქტები წარმოიქმნება მათ შორის, იმიტომ რომ ბავშვების ერთი ნაწილი უხეშია სხვათა მიმართ, რადგან ის სხვები უცხოები არიან და სტუმრად არიან ჩამოსულები. წარმოიდგინეთ, როგორია ვითარება ამ პლიაჟზე. და რაც მთავარია, ავლენენ აი ადგილობრივი ეს მესჩანები და კაცუნები, რომლებიც შეიკრიბებიან ხოლმე აი ამ სანაპიროზე ორმაგ სტანდარტს. მაგალითად, თომას მანი აღწერს ერთ ადგილობრივ ბიჭს სახელად ფუჟეროს, რომელიც არის უსაქციელო ბავშვი, პანიკიორი, ისტერიჩკა, რაღაცა რომ იედება ზღვაში, ამაზე თავს იხრჩობს, მერე მანიპულირებს აი ამ თავისი ისტერიკით, მეორე დღეს თქვათ როგორც დიდ უბედურებას გადარჩენილი რაღაცა რომ შეეხო ზღვაში და ვითომ ამის გამო უბედურება შეემთხვა, აი ამ უბედურებას გადარჩენილი სხვებს ციხესიმაგრებს, უნგრევს, ყვირის, დებოშებს იწვევს ამ სანაპიროზე. ანუ ყველაფერს კადრულობს, მაგრამ მას აი ამ ბავშვს თავზე ხელს უსვამენ. მაგრამ არის მეორე შემთხვევა აღწერილი აქვე, რომ არსებობს მეორე შემთხვევა აღწერილი, რომ აი ამ მთხრობელის ქალიშვილი ქვიშაში და ზღვაში თამაშის შემდეგ გაიხდის თავის საცურაო კოსტიუმს და ზღვისკენ მიაქ ეს საცურაო კოსტუმი გარეცხავს მას და ბრუნდება თავის მშობლებთან. დაახლოებით 7 თუ 8 წლის არის ეს გოგო და მის აი ამ ქმედებას რომ გაიხადა საცურაო კოსტუმი, გარეცხა ზღვაში ქვიშისგან გაათავისუფლა და დაბრუნდა თავის მშობლებთან, აი ეს მოვლენა იწვევს ქარიშხალს იწვევს მთელ სანაპიროზე. ამას მოყვება აღშფოთება, პროტესტი, წივილი, კივილი, დაცინვა ამ ოჯახის, მორალური სასამართლოების დაწყება, ვიღაცა ქვაბურა გუდიანი კაცი გამოჩნდება, რომელიც ასე ვთქვათ, უკითხავს მორალს ამ ოჯახს. იწყებენ საუბარს ქვაბურა გუდიანი კაცის თანამონაწილეობით ამ სტუმრების უმადურობაზე, რომ იტალიამ თავისი არაჩვეულებრივი ბუნების და არაჩვეულებრივი სამყაროს კარი გაუხსნა უცხოელებს, მოიყვანა აქ, მოიპატიჟა, მისცა შესაძლებლობა ამ გარემოთ იტყბობით და ისინი რითი პასუხობენ ამ მორალური ქმედებებით და იქამდე მიდის საქმე, რომ ბავშვის გატანტალების გამო სანაპიროზე, რომელიც რა ვიცი 2 წუთი გრძელდებოდა მგონი, ოჯახს აჯარიმებენ 50 ლირითაც კი და მთელი ეს დასახლება მისია ეს ელიტური სტუმრები თუ ადგილობრივი მამებლური მორჩილი კლასი, ასე იგი დაუსრულებლად განიხილავს სტუმარი ოჯახის მორალის საკითხს. აი ესეთი მოწავლულია გარემო ჩვენს პატარა ქალაქში, ესე ექცევიან სტუმრებს და მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი უცხოა, რომ ჩამოსულია, სტუმარია, არ არის იტალიელი, მხოლოდ ამიტომ ადამიანები ხდებიან გაძევების, განდევნის, ექსკლუზიის მსხვერპლი, ვერ იღებენ ასე ვთქვათ, სათანადო მხარდაჭერას ადგილობრივების მხრიდან და ამ ადამიანებისთვის, სტუმრებისთვის ქალაქში იქმნება მტრული გარემო. ისინი ყოველ ფეხის ნაბიჯზე არიან დაძაბულები, შეშინებულები, სულ იმაზე ფიქრობენ, რომ აი რამე არ შეგვეშალოს, რაღაცა არ გამოგვეკიდოს, მაგრამ თუ ადგილობრივი ჩადის იმაზე უარეს, ბუნებრივია აქ აი ეს მორალის მცველი აღგზნებული საზოგადოება დუმს და ხმას არ იღებს. მოკლედ, ტორე დი ვენერაში თვალსაჩინოა ეს სეგრეგაცია,
ადამიანების გამიჯვნა ეროვნული ნიშნით ერთმანეთისადმი და ორმაგი სტანდარტების დაწესება სხვადასხვა ეროვნების ხალხისათვის და იქ, სადაც უნდა იყოს სიმყუდროვე და იდილია, დასადგურებულია დაძაბულობა, შუღლი და ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჩნდნენ ქვაბურა ქუდიანი ციციკოროები და ადამიანებს მორალის კითხვა დაუწყონ იმის გამო, რომ ბავშვმა საცურაო კოსტუმი გაავლო ზღვაში 40 გრადუსიანი სიცხის დროს და გაიარა და გამოიარა 2 წუთის განმავლობაში შიშველმა სანაპიროზე. და ბუნებრივია ეს გარემო არ აღწევს მხოლოდ ერთი ქალაქის ატმოსფეროს, ეს გარემო, რომელსაც გვიხასიათებს თომას მანი, მიანიშნებს იმ იდეოლოგიურ სივრცეზე, იდეოლოგიურ კლიმატზე, რომელიც მაშინდელ იტალიაშია შექმნილი და რომელსაც ასევე დრამატული გავლენა ექნება აი ამ მომავალ სცენაზე, მომავალ ეტაპზე მოთხრობისა და თქვენ იცით, რომ მომავალი ეტაპი ეძღვნება წარმოდგენას ერთი მოხეტიალე შარლატანისა, რომელიც ჩამოსული არის საკურორტო ქალაქში ფულის გასაკეთებლად და ადამიანებზე საკუთარი გავლენის გასავრცელებლად. და აქ არის აღსანიშნავი ერთი მოვლენა მარიო ნაწარმოების პირველ ნაწილში, ვრცელ ნაწილში, მხოლოდ ერთხელ გვხვდება მარიო, ეს არის ესე იგი მომხიბვლელი, ბეჭ-ფართო, ლამაზი, ფილმიდან გამომდინარე ვსჯელობ, კარგი ვაჟკაცი ბიჭი, ახალგაზრდა დაახლოებით 19-20 წლისა, შეყვარებული ულამაზეს გოგონაზე, მაგრამ ძალიან ეპიზოდურად გაკრთება პირველ ნაწილში ამ ნაწარმოებისა და გაკრთება ძალიან პოზიტიურად, ძალიან კეთილშობილურად, როდესაც ყველა არის გამწარებული, დაბოხმილი და სტუმრად ჩამოსულ ხალხში ეძებს ბეწვს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავს, აი ამათ ფონზე მარიო არის კეთილშობილი ოფიციანტი, რომელიც ცდილობს, რომ გულთბილი განწყობა ჰქონდეს მთხრობელისა და მისი ოჯახის მიმართ, გაამხიარულოს ბავშვები, გაახაროს ისინი, მოკლედ ახალგაზრდა, კარგი, კეთილი ბიჭის სახით გაკრთება მარიო ნაწარმოების პირველ ნაწილში. აი ამ დიდი შესავლის და დიდი აი გარემოს მიმოხილვის, ატმოსფეროს აღწერის შემდეგ თომას მანი უკვე ინაცვლებს ამ პატარა ქალაქის დარბაზში, სადაც წარმოდგენას დგამს ჯადოქარი. მოდით ნაწარმოების მეორე ნაწილზე გადავიდეთ და იქ ვიმსჯელოთ აი ამ მეორე ნაწილის და მთელი ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირის სახეზე და მის მეთოდებზე, რომელსაც იგი იყენებს ადამიანებით მანიპულაციისთვის. ნებისმიერი ნორმალური ადამიანი ბუნებრივია ასეთ გარემოს გაერიდებოდა. წავიდოდა ასეთი მოშხამული ატმოსფეროდან, მტრული გარემოდან, დაადგებოდა სახლის გზას და დაასრულებდა შვებულებას, რომელიც აი ასე წარუმატებლად და ასე გულსატკენად დაიწყო. მაგრამ ადამიანები ხანდახან დამძიმებულები ვართ ხოლმე საკუთარი გადაწყვეტილებებით, ეს გადაწყვეტილება ტვირთად გვაწვება ხოლმე, მერე გვიჭირს უკან ნაბიჯის გადადგმა, ვავლენთ ხოლმე სიზანტეს, მაშინ როდესაც აი რაღაც ამგვარ უსიამოვნებას წავაწყდებით და ამ დღეშია ჩვენი მთხრობელიც, იგი მაინც აჭიანურებს დროს, რჩება ქალაქში, ვერ იღებს გადაწყვეტილებას, რომ შეწყვიტოს შვებულება და მოკლედ ჩდება ტორე დი ვენერაში. და აი ამ დროს, აი ამ დიდი უსიამოვნებების შემდეგ, მთხრობელი იგებს, რომ ქალაქში ჩამოდის მოხეტიალე ჯადოქარი სახელად ჩიპოლა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ დარბაზში
გეგმავს დიდ წარმოდგენას. და გართობა ხო საჭიროა ბავშვებიც ყავს მტყრობელს როგორც მოგეხსენებათ და ფიქრობს რომ თვითონაც თვალსწყალს დაალევინებს და მოლოდინი აქვს რომ ბავშვებისთვისაც საინტერესო შოუს ნახავს იგი ქალაქის დარბაზში, ამიტომ გადაწყვეტს რომ ოჯახთან ერთად დაესწროს ჩიპოლას წარმოდგენას. და აქ შემოდის მთავარი პერსონაჟი, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ამ ნაწარმოების, ის ჯადოქარი, რომელიც სათაურშიც მოხსენიებულია. ჯადოქარი ეს გადაჭარბებული ნათქვამია, არანაირი ზებუნებრივი და ზღაპრული ნიჭი, ღვთისგან ბოძებული უნარი, აი ამ კაცს ჩიპოლას არ აქვს, ეს არის ჩვეულებრივი შარლატანი, ილუზიონისტი, ჰიპნოტიორი თუ როგორ უნდა თქვა, ჰიპნოზის სპეციალისტი, ადამიანი, რომელსაც შეუძლია პუბლიკით манипуლირება, ფოკუსების ჩატარება და ასე შემდეგ. ზებუნებრივი მასში არაფერი არ არის, მხოლოდ ფსიქოლოგიურ და სოციალურ манипуляციას ეწევა იგი ნაწარმოებში რამდენჯერმე პირდაპირ არის მოხსენიებული ჩიპოლა რაღაც ბაზრის ტაკიბასხარად და შარლატანად. მოკლედ შარლატანის, ილუზიონისტის, ფოკუსნიკის ტაკიბასხარას წარმოდგენა ქალაქის დარბაზში და ოჯახი და ასევე დამსვენებელთა მნიშვნელოვანი ისეთი სერიოზული სოლიდური ნაწილი ცდილობს რომ დროის გასაყვანად ესტუმროს ჩიპოლას წარმოდგენას. და ჩიპოლა იქ მართლაც ძალიან მნიშვნელოვან და ხანგრძლივ ასე ვთქვათ სცენას გაითამაშებს. ცხადია, აი ამ წარმოდგენის თითოეულ სცენას ჩვენ აქ ვერ მოყვებით, თქვენ წაიკითხავთ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა მეთოდებს იყენებს საკუთარი ჯადოქრობის ბჭყალებში დემონსტრირებისთვის ჩიპოლა. ჩვენ ხო თქვით, რომ იგი მხოლოდ ფსიქოლოგიურ და სოციალურ манипуляციას ეყრდნობა და არა რაღაც ზებუნებრივ შესაძლებლობებს და განსაკუთრებულ ასე ვთქვათ ნიჭებსა და უნარებს, რომელიც შეიძლება მასხარას მართლა ქონდეს, რომ 20 ბურთი ააგდოს ზემოთ და ადრიალოს ეს 20 ბურთი ორ ხელში ისე რომ არც ერთი ქვემოთ არ დაუვარდეს, ასეთი უნარიც ასე ვთქვათ არ იკვეთება ამ ჯადოქრის შემთხვევაში. უფრო მეთოდები აქვს მას манипуляციისა, რომელსაც ძალიან შედეგიანად იყენებს. მაგალითად, ერთი მთავარი მეთოდი, რომელსაც იგი იყენებს, შეგვიძლია მოიხსენიოთ, როგორც ასე ვთქვათ, ინსცენირება, საკუთარი ავტორიტეტის ხაზგასმა, მოლოდინის შექმნა და აქედან გამომდინარე თეატრალიზმი, რომელიც ჩიპოლას ყოველ ფეხის ნაპირზე დასდევს. მოდით ახლა ეს მეთოდი და ეს რაღაც მახასიათებელი ჩავშალოთ, რაში გამოიხატება. მაგალითად, იგი ცდილობს, რომ მაქსიმალურად დაძაბოს აუდიტორია. დიდხანს არ გამოდის სცენაზე. ქმნის მოლოდინს აუდიტორიაში. ნახევარი საათი იგი ფეხს არ იცვლის კულისებიდან და ადამიანები თან დაიღლებიან, თან მოელიან აი ამ მთავარი პერსონაჟის სცენაზე გამოჩენას, რაღაცა ხმაური ისმის დარბაზში იშმუშნებიან, მოლოდინი ექმნებათ, როგორც უკვე აღნიშნეთ და აი ეს რაღაც განსხვავებულ ენერგიას წარმოაჩენს და წარმოქმნის თვითონ აუდიტორიაში. მერე ნახევარი საათით დაგვიანებით ჩიპოლა სცენაზე გამოვარდება, ისე თითქოს დიდი ხანია გზას ადგას, სადღაც შორიდან მოემართება და მზად არის, რომ უმალვე დაიკაპიცოს
სახელოები და შეუდგეს ხალხის სამსახურს და გამოხატოს თავისი მზადყოფნა ხალხის სამსახურისთვის. თქვას, რომ ის არის თავდადებული ადამიანი აი ამ საზოგადოებისთვის და ამ ხალხის სიამოვნებისთვის არის მოსული შესაბამის სივრცეში. ამ ინსცენირების ნაწილი არა მხოლოდ დაგვიანება და მერე ეიფორიით შემოვარდა სცენაზე, არამედ ამ ინსცენირების და ხალხზე ზემოქმედების და ხალხის მანიპულაციის ნაწილი არის ასევე მისი ჩაცმულობაც, ხო, აცვია, რა ქვია, ექსცენტრიულად, რაღაცა უცნაურად, თან პრეტენზიულად, თუ კარგად დააკვირდები, სასაცილოა ეს ჩაცმულობა, თუ შორიდან შეხედავ და ამ ინსცენირების კონტექსტში განიხილავ, განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს და რაც მთავარია, გარეგნობაშიც აქვს მას აი რაღაც გამორჩეული და თითქოს ეს ნიშანი არის მისი სიდიადისა, კუზი აქვს მას და აი ამ კუზს რაღაც ნაკლად და უბედურებად კი არ წარმოაჩენს, არამედ ფუთავს როგორც აი ამ განსაკუთრებულ ნიშანს, განსაკუთრებულ ნიშნად ფუთავს აი ამ თავის კუს, რომელიც თავისთავად პრობლემა არ არის, მაგრამ აი ეს ათამაშებს მას და რაღაც ფუნქციას ანიჭებს აი ამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხს. რა თქმა უნდა, მას სახეზე აქვს გამოხატული ეს სიმკაცრე, კუშტი სიამაყე, როგორც თომას მანი წერს, თვითკმაყოფილება, მაგრამ განსაკუთრებულ ეფექტს ის საზოგადოებაზე ახდენს თავისი არა გამომეტყველებით ან კუშტის სიამაყით, არამედ იმ ნივთით, რომელიც მას შარვალზე აქვს დამაგრებული, კერძოდ კი საუბარი არის ძალიან მომხიბლელ და უცნაურ ნივთზე, რომელიც შთაბეჭდილებას ახდენს ყველაზე, ეს არის ვერცხლის არიანი მათრახი და ამ მათრახს მომავალში იგი ხშირად აშხვილებს ხოლმე სცენაზე და ამ საშუალებით იგი გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებას ახდენს და ნაწარმოების ბოლოს თომას მანი ამ მათრახს კირკეს კვერთხსაც უწოდებს და თუ გავიხსენებთ ბერძნულ მითოლოგიას, გაგვახსენდება, რომ ეს ჯადოქარი ქალი თავისი კვერთხით აჯადოვებდა ადამიანებს და შეეძლო, რომ აი ეს ადამიანები ცხოველებად გადაექცია და ფაქტობრივად აქედან იკვეთება, ამ სიმბოლოთი იკვეთება საბოლოო მიზანიც ჩვენი, ამ საზიზღარი გათახსირებული საშინელი ჩიპოლასი, მისი მიზანია, რომ იმგვარი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე, რომ საზოგადოება ბრბოთ გადაიქცეს და ადამიანები იქცნენ პირუტყვებად, აღძნებულ, გაბოროტებულ პირუტყვებად და ეს მიზანი აი ამ იმაში არის ჩადებული, აი ამ კვერთხში არა მათრახში, რომელსაც თომას მანი კირკეს კვერთხს უწოდებს. ეს ერთი მეთოდი ინსცენირება, ეს რაღაცა პრეტენზიული გარეგნობა, ეს რაღაცა მანიპულაციური მეთოდები, რომელთაც ცდილობს საკუთარი გარეგნობის თუ გამომეტყველების ხაზგასმას და ის სიმბოლური ნივთები, რომელთა შხვილითაც ცდილობს, რომ ადამიანის ქვეცნობიერს მიწვდეს. აი ეს გამოარჩევს ჩიპოლას მეთოდოლოგიას უპირველეს ყოვლისა. მაგრამ ამითი არ შემოიფარგლება ეს ყველაფერი გაცილებით უფრო მეტ ინსტრუმენტს იყენებს ჩიპოლა ადამიანების დასამონებლად და მათ პირუტყვებად გადასაქცევად, მორჩილ მასად გადასაქცევად. მეორე მეთოდზე გავამახვილოთ ყურადღება, ჩიპოლას მეორე მნიშვნელოვანი მეთოდი, რომლითაც იგი ხალხზე ზემოქმედებს, ეს არის მეტყველება და ენობრივი მანიპულაციები. აი ახლა მე თქვენის ნებართვით გადავშლი, აი იმ წიგნს, რომელიც გაჩვენეთ, აი ეს ცნობილი 20,000-იანი ტირაჟით გამოცემული საბჭოთა გამოცემა თომას მანის მოთხრობებისა და ამოგიკითხავთ რამდენიმე ფრაზას.
მ, აი მაგალითად თომას მანი რას წერს მეტყველებაზე. მეტყველებაზე, რომელსაც ხალხის დაბრბავების მეთოდად იყენებს ჩიპოლა. სამხრეთელნი ნეტარებას განიცდიან, როცა ლაპარაკობენ. ნეტარებას განიცდიან, როცა ლაპარაკს ისმენენ და სჯიან. მეტყველება ადამიანის შეფასების საზომად ითვლება. ანუ ესეთია სამხრეთული საზოგადოებები, ესე მკაფიოდ ვერ ვიტყვით, მაგრამ აი შთაბეჭდილებაში თომას მანის ესეთია, რომ ადამიანები იხიბლებიან მჭევრმეტყველებით და არ აინტერესებთ ამ სიტყვებში რა არის ჩადებული. მთავარია იგი ყურს ჭრიდეს, გასაგები იყოს, რაღაცა იმას სილამაზეს ატარებდეს, ხიბლავდეს ადამიანებს, მაგრამ იქ რა აზრიდებს შეიძლება ადამიანებს ნაკლებად აინტერესებდეთ. აი მეორე ციტატა. ესტრადაზე მყოფ კაცს ჯერ კიდევ არ ეჩვენებინა თავისი ხელოვნება, მაგრამ საუბრის ხელოვნებით ინადირებდა მაყურებლის გულს. სამხრეთელებისთვის ხომ ცოცხალი მეტყველება ერთი მთავარი სიხარულია ცხოვრებისა და ენას აქ ჩრდილოელთათვის გაუგებარი მოწიწებით ექცევია. ანუ თომას მანი ვერ იგებს, რომ ადამიანს ჯერ არც ერთ ფოკუსი ჩაუტარებია, არ ჯადოქრობა ჩაუტარებია, არაფერი არ ჩაუტარებია და უკვე მოგებული აქვს აუდიტორიის გული, იმიტომ რომ რაღაც სისულელეზე ილაპარაკა და თქვა, რომ რომში პატივად მხვდა, რომ ჩემს წარმოდგენას თვით დუჩეს ძმაც კი დაესწრო. და ასე შემდეგ იქ ომზე თქვა, რომ აი კუზი რომ აქ ომში ვერ მივდივარ, მაგრამ ყველა ომში უნდა მივდიოდეთ სამშობლოს სადიდებლად. და ასე შემდეგ. და აი აქ აღნიშნავს კიდევ ერთ თვისებას აუდიტორიისა თომას მანი, რომ ჩვენი გქონდა საქმე საზოგადოებასთან, რომელიც თავისებურად ურევს მორალურსა და ესთეტიკურ შეფასებას. და მაინც სიმპათიკოს უწოდებს აი ამ საშინელ ჯადოქარს, ხომ? ანუ ნახეთ, ეს არის მთავარი საკითხი მანიპულაციის, რომ ჩიპოლა თავიდანვე ხვდება, რომ ამ ადამიანებს აინტერესებთ უფრო მეტყველების დროს უფრო მეტად აინტერესებთ არა მორალური არსი საკითხების არაზეც მსჯელობს რიტორი, რაზეც მსჯელობს ორატორი, ეს კი არ აინტერესებთ. არამედ მორალურ შინაარსზე მეტად მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ეს ესთეტიური მხარე და თუ ოქროპირია ეს კაცი, თუ სიტყვაკაზმულია ეს კაცი, რა აქვს მნიშვნელობა ამ სიტყვაკაზმულობას და ოქროპირობას რომელი აზრის და რომელი მორალის გამოსახატად იყენებს. მოკლედ და აი კიდევ ერთი ციტატა, რომელსაც ჩიპოლას დასახასიათებლად იყენებს თომას მანი, გახდათ ასეთი, რომ ჩიპოლა ენადაუბმელად ლაპარაკობდა, ცდილობდა წარმოდგენა განუწყვეტელი სიტყვიერი აკომპანიმენტით გაეცოცხლებინა და უნდა ითქვას საკუთარი ნომრის ენამოსწრებული და მარჯვე კონფერენციე გამოდგა. ანუ ნახეთ, ნაწარმოების ყველა სხვა ეტაპზეც შეიძლება არაფერი არ გააკეთოს ჩიპოლამ განსაკუთრებული, მაგრამ მის ყველა ქმედებას თან ახლავს ეს სიტყვიერი აკომპანიმენტი, ვინაიდან იცის ჩიპოლამ, რომ ამითი შეუძლია ამ ლაპარაკით შეუძლია დაატყვევოს აუდიტორია. ანუ ისცენირების, საკუთარი აუდიტორიის ხაზგასმის, ავტორიტეტის ხაზგასმის, მოლოდინის შექმნის და თეატრალიზმის გარდა მეორე მთავარი იარაღი, რომელიც ჩიპოლას აქვს, ეს არის სიტყვიერი აკომპანიმენტი, სიტყვიერი მანიპულაცია და მეტყველება, ვინაიდან მან იცის, რომ ადამიანები ამ მეტყველების და ამ სიტყვების მორალურ მხარეზე მეტად მათ ესთეტიკურ მახასიათებლებზე გაამახვილებს ყურადღებას. კიდევ რა გამოარჩევს ჩიპოლას? ეს არის უყალბესი ადამიანი. მაგალითად, ჩვენ ვხედავთ, რომ და ამის ეჭვს მთხრობელიც გამოთქვამს
ნაწარმოების სხვადასხვა ეტაპზე, რომ ყველა მოქმედება, რაც სცენაზე იდგმება ჩიპოლას მხრიდან, წინასწარ არის შეთანხმებული აუდიტორიის ზოგიერთ წარმომადგენელთან. ანუ რას გულისხმობ, რომ აი ვითომ ვიღაცა გამოეპასუხა დარბაზიდან ჩიპოლას, ვითომ კი არ გამოეპასუხა, ამაზე წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები ისინი. თქვათ ვიღაცამ რაღაც შეკითხვა დაუსვა, ესეც წინასწარ იცოდა ამ შეკითხვის შესახებაც წინასწარ იცოდა მან. იქ ამ პასიონატის ხელმძღვანელს გამოემცნაურა და მისი ბიოგრაფია ნაწილობრივ დამახინჯებულად მოყვა სცენიდან და აქაც ვიცით, რომ ჩიპოლა წინასწარ კვლევა ჩაატარა, ან მოიკითხა ქალაქში თუ ეს ქალი ვინ იყო და მერე როგორც გასაოცარი მაგალითი გულთმისანობისა, ისე წარმოადგინა სცენაზე. ან მაგალითად იგი თავის წარმოდგენას იწყებს არა რაღაც განსაკუთრებული ფოკუსებით და გასაოცარი რაღაც ილეთებით, არამედ იგი თავის წარმოდგენას იწყებს არითმეტიკული ამოცანებით და არითმეტიკული რაღაც მანიპულაციებით თუ რა შეიძლება დაარქვათ, არითმეტიკული დავალებებით და აქაც გამოთქვამს მთხრობელიას და შეიძლება თქვენც დაგსჯეთ, როგორც მკითხველებს შთაბეჭდილება, რომ თითქოს ეს არითმეტიკა წინასწარ, ეს არითმეტიკული დავალებები წინასწარ არის შეთანხმებული დარბაზის რამდენიმე წევრთან, რაც აი ამ ჩიპოლას აძლევს საშუალებას, რომ განსაკუთრებული უნარების მქონე ადამიანად წარმოაჩინოს თავი. ასეც რომ არ იყოს, არანაირი ჯადოქრობა არ არის აი იმ არითმეტიკულ დავალებებში, ხო? ჩვენ ბავშვობაშიც ვთამაშობდით აქ წყნეთში ეზოში, რომ აბა ჩაიფიქრეთ რიცხვი და ჩაიფიქრებთ რიცხვს რომელიმე ჩვენი ამხანაგი მივუმატე 5, მივუმატე 7, მივუმატე მერე 3 და რა რიცხვი მიიღე შეეკითხებოდი, ის გეტყოდა რომ მივიღე, რა ვიცი 20 და გამოვაკლებდით ამ 25-ს და რაც დარჩებოდა იმ რიცხვს დავასახელებდით და თავი გვეგონა რომ გენიოსები ვიყავით და ჯადოქრობა ჩავატარეთ, არა და ჩვეულებრივი ერთუცნობიანი განტოლება არის ხმამაღლა ნათქვამი და ეს ჩიპოლა ამგვარ ერთუცნობიან განტოლებებს ამბობდა სხარტად, სწრაფად, თავისი სიტყვიერი აკომპანიმენტით, თან დაურთავდა რაღაც თავის გამოხედვას, ამ მათრახის მოქნევას, მერე იმას რა ქვია, გადაკრავდა კონიაკს, მერე ვიღაცას ასე თვალით შეხედავდა და ჩვეულებრივ იდიოტურ საბავშვო თამაშს ჯადოქრობად ასახებდა აი ამ საზოგადოებაში, რომელიც როგორც ჩანს მზად იყო რომ მისთვის დაეჯერებინა, იმიტომ რომ რაღაც შთაბეჭდილება მოახდინა ამ კაცმა თავისი მანამდელი ქმედებებით და გარეგნობით და მათრახით და ენობრივი მანიპულაციებით მათზე. სიყალბის გარდა და აი ამ დადგმული წაკინკლავებების და თამაშების გარდა, ესე იგი, კიდევ რა ახასიათებდა ჩიპოლას, რაც მთავარია. ხომ მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, რომ ნებისმიერ წინააღმდეგობას, დადგმულია ეს წინააღმდეგობა თუ ბუნებრივია ეს წინააღმდეგობა, იგი ხვდება დაცინვით და სასჯელით. არის ერთ-ერთი პერსონაჟი ნაწარმოებში ჯოვანოტო, რომელიც გაბედავს, რომ თავიდან შეკვეთილად თუ ბუნებრივად შეკითხვა დაუსვას მას, შეეწინააღმდეგოს რაღაცაზე, გააშაყიროს ჩიპოლა, შენიშვნა მისცეს მას, მაგრამ იგი ყველაფერს აკეთებს, თავის მეთოდებს იყენებს, ჰიპნოზს და უბედურებას იმისთვის, რომ ეს წინააღმდეგობა გახადოს სასაცილო, მოატრიალებს ამ ჯოვანოტოს და აიძულებს, რომ აუდიტორიას შეხედოს და ენა გამოუყოს ამ აუდიტორიას, ის აუდიტორია იცინის ამ ყველაფერზე და რა გამოდის, რომ წინააღმდეგობა, რომ გაუწიო ამ მანიპულატორს, არის ეს ყველაფერი
დაცინული საზოგადოების მხრიდან. ნუ საზოგადოება დასცინის აი ამ წინააღმდეგობას, ჭიპოლა მასხრად იგდებს ამ წინააღმდეგობას და ბუნებრივია საზოგადოებაში ავრცელებს შიშს, რომ ეგებ არ იმას ვქნა, რა ქვია, არ გაუწიო წინააღმდეგობა. მეც არ მინდა, რომ მათ დავემსგავსო, ისაც დასცინეს. ხო იცით, დაცინვა არის ყველაზე რთული და მძიმე ტვირთი, რომლის გადატანაც ადამიანებს უჭირთ. ანუ ყველაზე მეტად უჭირს ადამიანს ხანდახან დაცინვის ატანა. ზოგს ურჩევნია, რომ მოკვდეს, ვიდრე იყოს დაცინული და შერცხვენილი და ეს იცის ჭიპოლამ, ჭადოქარმა და ამ მოსაზრებას იგი და აი ამ აზრს იგი მონდომებით ნერგავს საზოგადოებაში. ნუ დაცინვის გარდა მერე თქვათ ცდილობს ამ ჰიპნოზით და ასე შემდეგ, რომ საკუთარი ბრძანებლური ხასიათი გამოავლინოს, რაღაც ადამიანებს აიძულოს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედონ. ეს ერთ-ერთი ცენტრალური თემა არის ამ ნაწარმოების. ჭიპოლა ერთგან ამბობს, რომ არსებობს თავისუფლება, არსებობს ნება, მაგრამ არ არსებობს ნების თავისუფლება. ანუ ჭიპოლა მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ადამიანის ნების დამორჩილება. რომ ადამიანი არ შეიძლება ბოლომდე თავისუფალი იყოს, იმიტომ რომ შესაბამისი გარემოს შექმნის შემთხვევაში მისი მონად და ქვეშევდომად ქცევა გარდაუვალია. ანუ მას თავისუფალი ნება შეიძლება არ ჰქონდეს და აი ამისი დემონსტრირების მაგალითები ბევრია ნაწარმოებში. მაგალითად ერთ-ერთ პერსონაჟი იგი გააქვავებს ამ ჰიპნოზით თუ რითი კაცმარიცის, ისე გააქვავებს ამ ადამიანს, რომ ერთ თავს სკამის ერთ სკამზე ჩამოადებინებს, ფეხებს მეორე სკამზე, ეს ხიდივით არის ამ სკამებს შორის გადებული და ეს გარეგნობით არც თუ ისე შვენიერი, ანუ მახინჯი, ბოროტი კაცი ადის და ხტუნავს აი ამ გახევებულ ადამიანზე, ხომ? ანუ მის ნებას მთლიანად იმორჩილებს და ის მოელის, რომ ხალხს შეეცოდება აი ეს გახევებული კაცი, მაგრამ იმდენად ამაზრზენია თვითონ ჭიპოლა სხვისი გაუბედურებით, რომ ესე ხარობს და იმდენად შემზარავია მისი სიხარული გახევებულ ადამიანზე ხტუნვის დროს, რომ ადამიანებს თვითონ ეს ჭიპოლა შეეცოდებათ, რომ რა საწყალია, რომ ეს უხარია და რომ ამას აკეთებს და ასეთ დროს მთელი სრისრული წარმოჩდება ხოლმე თავისი სიმახინჯე, ამ კაცის სიმახინჯე. და რა თქმა უნდა, ამ მანიპულაციების დროს იყენებს ასევე ქებასაც. ხო, იგივე ჯოვანოტო რო ვახსენეთ, სანამ ჯოვანოტოს შეარცხვენ და ჯერ შეაქებს. იგივე პანსიონატის ხელმძღვანელს იმ ქალის სახელი დამავიწყდა, ჯერ აქებს, რომ აი გული მოიგოს მასზე. ანუ ისცენირების ენობრივი კონტროლის, მეტყველების, ენობრივი მანიპულაციების გარდა ჭიპოლას მეთოდი არის სიყალბე და ეს წინასწარ დადგმული დამახინჯებული, გაყალბებული სცენები და ასევე ბრძანებები და დაცინვა, ქება და სასჯელი. აი ეს რაღაცა მიმოცვლა, სვალებადობა აი ამ მოქმედებებისა, ხან ბრძანებას გასცემს, ხან დაცინის, ხან სასჯელს გამოყოფს, ხან აქებს ადამიანებს. ეს ბუნებრივია მისი მანიპულაციური მეთოდების ნაწილია და მისი მანიპულაციური არსენალის ნაწილია. ნუ ქედმაღლობა, ტრაბახი და თავდაჯერებულობა ეს თავისთავად ახასიათებს მათ, ამას მეთოდს ვერ უწოდებთ. ნუ აი ერთი სასწაული მეთოდია, რომ აი ამ ფოკუსების ჩატარების დროს ხშირად უშვებს შეცდომას ბატონი ჭიპოლა.
ანუ ვთქვათ, რომ 3 კაცს რო ამოიღებს და დაპირდება აუდიტორიის წარმომადგენელს, რომ 3-ვეს გამოიცნობს, იქიდან 2-ს გამოიცნობს, ხო? ხო იცით ეს ფოკუსები, რომ დასტას გაუწოდებს 3 კაცს ამოიღებს და ჯადოქარი თუ ფოკუსნიკი უნდა ამბობდეს, რომელი კარტები ამოიღო. ამას ვერ ახერხებს იგი, მაგრამ ისევ მახთრახს მოიქნევს, ისევ გაიცინებს, ისევ მეტყველების აკომპანიმენტი და მოკლედ ამ კაცის ერთ-ერთი თვისებაა, რომ ბოლომდე საქმეებს ვერ აკეთებს, იმ ფოკუსებსაც ვერ აკეთებს ბოლომდე. ის ფოკუსებიც არ არის შთამბეჭდავი, მაგრამ შეუძლია თავისი დანაშაულებების გაბაიბურება. ვითომ არაფერი. რომ ამისი შეცდომა არაფერი არ არის. იქ თუ შეჯოვანოტოს თუ შეეშალა და ანდრეოტის თუ შეეშალა თუ და ვიღაცას თუ შეეშალა, ამას დაცინის, ამას ხარავებს, ფეხქვეშთელავს ადამიანებს, მაგრამ თვითონ თუ შეეშალა, აქვს უნარი რომ გააბაიბუროს ეს შეცდომები. და კიდევ ერთი თვისება, რაც ჩიპოლას გამოარჩევს, ეს გახლავთ ის, რომ ნახეთ, აი ამ ციტატას მივაქციოთ ყურადღება, ბრძანებლობა და მორჩილება განუყრებლად უკავშირდება ერთმანეთს და ერთი და იგივე პრინციპზეა დაფუძნებული. ვისაც მორჩილება შეუძლია, იმას ბრძანებლობის ძალაც შესწევს. და პირიქით, ერთი იდეა შეიცავს მეორეს, როგორც იდეა ხალხისა და ბელადისა. ყოველ შემთხვევაში მას ჩიპოლას ბედმა მეტად მძიმე და ილაჯის გამწყვეტი ამოცანა დაუსახა. ერთდროულად ეთამაშა განმგებლისა და ხელქვეითის როლი, როცა ნებისყოფა მორჩილებაში გადადის და მორჩილება იქცევა ნებისყოფად. ანუ რა ხდება, იცით, ამ წარმოდგენის დროს ხანდახან თვითონ ჩიპოლა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ემორჩილება აუდიტორიას, მის მოთხოვნებს, მის მოლოდინებს, ცდილობს, რომ მოიქცეს ისე, რაც ამ აუდიტორიის აღფრთოვანებას და მხარდაჭერას დაიმსახურებს, ანუ მონაცვლეობს მასში აი ეს თვისებები, ბრძანებლობა და მორჩილება. იგი ხანდახან ემორჩილება აუდიტორიის ნებას, რათა იყოს უპირობო ბელადი აი იმ დარბაზში, სადაც პატარა ქალაქის ცხოვრებლები არიან შეკრებილები. ანუ ანაცვლებს იგი ერთმანეთთან ამ მორჩილებასა და ბრძანებლობას და ხანდახან არის მორჩილი იმისთვის, რომ მომავალში აუდიტორია უსიტყვოდ დაემორჩილოს უკვე მას. ანუ უსიტყვოდ აღიარონ იგი ბრძანებლად. და ეს მნიშვნელოვანი მახასიათებელია აი ამ ეს მონაცვლეობა მორჩილებისა და ბრძანებლობის მონაცვლეობა. ცხადია, ძალიან იშვიათად არის იგი მორჩილი ამ აუდიტორიისა, ну ძალიან იშვიათად არა, მაგრამ უფრო მეტად ბრძანებლობს ამ აუდიტორიაზე, ვიდრე ემორჩილება მის მოთხოვნებს და აი ამ ადამიანებს ხანდახან უჭირთ აღმოაჩინონ ზღვარი, სად არიან დამორჩილებულები და სად ითვალისწინებს მათ ნებას ბატონი ჩიპოლო. ანუ ისინი ვერ ხვდებიან, მათი სურვილია ის, რაც დარბაზში ხდება, თუ ეს თავსმოხვეული აზრია. აი ეს არის ის არსენალი მეთოდებისა, რომლითაც ჩიპოლა ცდილობს აუდიტორიაზე გაბატონებას. ну გამოვყავით ეს მახასიათებლები თუ მეთოდები ჩიპოლასი და ეხლა ეს ფიგურა უნდა შევაფასოთ. რამდენიმე მოსაზრება არსებობს, თვითონ თომას მანი კატეგორიულად უარყოფდა, რომ ეს ნაწარმოები არის მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის. და არ მოსწონდა ის, რომ მხოლოდ პოლიტიკურად ინტერპრეტირებდნენ ამ ნაწარმოებს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩიპოლა წარმოგვიჩენს მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ტიპიურ ბელად დიქტატორს. ზუსტად ესე იქცეოდნენ ისინი, ხო? რაღაცა ისცენირება უყვარდათ, ხა ჰიტლერის თეატრალურობაზე და გარეგნობაზე და ჩაცმულობაზე და კომიკურობაზე არც მინდა ლაპარაკი, იმდენად სასაცილო იყო.
ხო და იმდენად, ესე იგი, თეატრალიზებული იყო მისი წარმოდგენა, ყოველთვის იგივე შეიძლება ითქვას მუსოლინიზე, რომელიც ხან ცეზარის ძეგლთან დადგებოდა, რომ ერთად დაეხატათ ცეზარი და მუსოლინი, ხან ჰანიბალის ლაშქრობების ანალოგიებს აწყობდა მე-20 საუკუნეში და სულ ამ ისცენირებაში და გამოსვლაში იყო და სულ რაღაცა არწივებიანი კოპტები ქონდა მოხვეული და ლაბადები და თავზე კუნკულები და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ისცენირება და რაღაც ავტორიტეტის ხაზგასმა, განსაკუთრებულობის ხაზგასმა მათ ჰქონდათ და ნორმალურ საზოგადოებაში ეს კომიკურად აღიქმებოდა, მაგრამ აი ესეთ ასე ვთქვათ, თვალზე რო ლიბრი აქვს გადაკრული ისეთ საზოგადოებაში, ბუნებრივია აი ეს მახასიათებლები, ეს კომიკური ნიშნები რაღაც ძალაუფლების ნიშნებად გადაიქცეოდა ხოლმე. ნუ რა თქმა უნდა, ორივე დიქტატორს, იგივე მუსოლინისაც და ჰიტლერსაც ჰქონდათ ეს რაღაცა ენობრივი მანიპულაციები, რა ვიცი, აი შიზოიდური გამოსვლები ჰიტლერის ალბათ ნანახი გაქვთ და მუსოლინიც არაკლებდა საათობით ტრიბუნასთან დგომას, მიუხედავად იმისა, რომ მაინც და მაინც დაჯილდოვებული არ ყოფილა იგი აი ამ ორატორული უნარებით. ნუ ამას აღარაფერს აღარ ვამბობ აი ამ ბრძანებებისა და დაცინვის, ქებისა და სასჯელის მონაცვლეობაზე, რომელიც მათ ახასიათებდათ. აქ ახარმად აღარ შევიდეთ, იმხელა სისხლი დაატრიალეს მათ ევროპის შუაგულში, წინააღმდეგობას, რა თქმა უნდა, ისინი დასცინოდნენ, აბაიბურებდნენ, სასტიკად უსწორდებოდნენ, ხტუნავდნენ ზედა, აი ნებისმიერ მოწინააღმდეგეზე და ცდილობდნენ, რომ ბოლომდე გაესაცოდავებინათ მათი მოწინააღმდეგეები და მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი, თქვათ, დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში ცალკე სოციალ-დემოკრატების სია. ნუ ებრაელები დახოცეს, ისინი დახოცეს სხვადასხვა იდენტობის ხალხი, ის ბოშები, მაგრამ აი პოლიტიკური მოწინააღმდეგებისთვის კიდე ცალკე დიდი ჯოჯოხეთი არსებობდა ხოლმე ამ საკონცენტრაციო ბანაკების და ხან თმაშეჭრილებს ჩამოატარებდნენ ქალაქებში და ხან რა ვიცი რაღაც აღარ შიშვლებს გამოყრიდნენ ეზოში, რომ სხვებს დაენახათ და ეს მათი მეთოდი იყო, რომ წინააღმდეგობის დაცინვა, განადგურება, მასხრათაგდება და გასრესვა. აი ჩიპოლაც ესეთი მახასიათებლებით არის ცნობილი, ხო? ნუ ეს მეთოდი სიყალბე, ხო, რომელსაც ესე იგი მართლა როგორც ჩიპოლა არითმეტიკულ ერთგანდატოლებიან გამოცანებს რაღაც სასწაულად წარმოადგენდნენ, ესეთი უამრავი პროპაგანდისტული მითი აქვს მოყოლილი იტალიური თუ გერმანული საზოგადოებებისთვის გებელს და მის იტალიელ კოლეგებს, ასე რომ აი ეს ამბავი ცნობილია და არ ახალია. ეს დადგმული წაკინკლავებები, რასაც თქვათ ჩიპოლა იყენებდა, გერმანიაშიც ვიცით, რომ თქვათ ერნსტ რომი თურმე აუჯანყდა ჰიტლერს და უნდა შეეზანზარებინა შიგნიდან პარტია ან რაღაც სადღაც აჯანყებას გვიწყობენ ჩვენ იტალიაში და მერე სასტიკად რო ჩაახშობდნენ და სისხლში რო ჩახრჩობდნენ ამ ადამიანებს. ესეც მათი მეთოდია. ნუ შეცდომების გაბაიბურება, რა თქმა უნდა, რა უჭირს ახლა ჰიტლერს თუ ჰიტლერს არ ეშლება, მაგრამ თუ რაღაც კარგად ვერ ჩაატარა რომელიმე მანიპულაცია, ეს ჰიტლერის ბრალი კი არ არის, მათი მოწინააღმდეგების ბრალი. ეგ მუსოლინიმ სადმე თუ წაიბორძიკა, ეს არის გლობალური ომის პარტიის ბრალი და არა მუსოლინის ბრალი და ასე შემდეგ და ნუ ეს ბრძანებლობისა და მორჩილების მონაცვლეობაც უწევდათ მათ, ესე იგი ბელადისა და მორჩილის, ბრძანებლისა და ქვეშევრდომის როლების შენაცვლებაც უწევდათ მუსოლინსა და ჰიტლერის. ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენი ნება კი არ გვაქვს, ჩვენ თქვენზე კი არ ვბატონობთ, არამედ დიადი ნაცია გვაძლევს დავალებას და იმას აღვასრულებთ, მაგრამ საბოლოოდ დიადი ნაციის დავალებას კი არ აღასრულებდნენ, იმონებდნენ და ტოტალიტარული სისტემით მართავდნენ კონკრეტულ საზოგადოებებსა და
ხალხებს. ასე რომ აი ჩიპოლას ეს დიქტატორის მახასიათებლები ნამდვილად აქვს. და ნამდვილად ძალიან ხატოვნად, კაფიოთ გამოხატავს თუ როგორი რა თვისებები აქვს და რა მეთოდოლოგიური არსენალი აქვს დიქტატორს. აი ამას შვენივრად წარმოაჩენს ჩიპოლა და ის ფაქტობრივად ჰიპნოზი არის ის რაც ევროპა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გამოიარა, აბა როგორ შეიძლებოდა რომ აი ეს მუსოლინი და ჰიტლერი გამხდარიყვნენ აი ამ უძველესი მაღალკულტურული ერების ლიდერები, ხო, რაღაცა პირდაპირ არ აიხსნება ეს მათი გამარჯვება და მათი ტრიუმფი, რაც არ უნდა ვთქვათ, რომ იტალია და გერმანია დაჩაგრეს პირველი მსოფლიო ომის მერე და ცუდად მოექცნენ, მაინც არაადეკვატურია თუ მართლა ჰიპნოზთან არ აქვს საქმე. ნუ ეხა პირდაპირაა რომ ამბობ ამას, მაგრამ ჰიპნოზის დარი მოვლენა. ჰიპნოზი შეიძლება დარბაზში ჩაატაროს ფოკუსნიკმა, მაგრამ აი ეს შხამიანი იდეოლოგია გაავრცელოს დიქტატორმა მთელ ქვეყანაში და მათ შორის ესე იგი ანალოგია ნამდვილად არსებობს, ხო? პროპაგანდას, მანიპულაციას, იდეოლოგიურ შხამსა და დარბაზში ჩატარებულ ჰიპნოზს შორის. მოკლედ ჩიპოლა დიქტატორების სახეა, მაგრამ არა მხოლოდ დიქტატორის. თომას მანს სურდა წარმოეჩინა ასევე უბრალოდ სოციალურ დონეზეც როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა გამოიყენოს სხვადასხვა ფსიქოლოგიური და სოციალური ნიშნები, სხვადასხვა მეთოდები იმისთვის, რომ ადამიანები დაიმორჩილოს. ანუ აქ საუბარი გვაქვს ჩვენ ადამიანების ფსიქოლოგიებზეც, ბელადის თუ მანიპულატორის ფსიქოლოგიაზეც, მაგასაც წარმოაჩენს თომას მანი. ავტორები ამბობენ, რომ ასევე ჩიპოლაში შეიძლება დავინახოთ თანამედროვე ხელოვანიც, რომელიც სერიოზულს ვერაფერს ქმნის, ახალ წიგნს ვერ წერს, ახალ ნახატს ვერ ქმნის, ახალ ნაწარმოებს ვერ თავაზობს თანამედროვე აუდიტორიას. ამიტომ ერთადერთი გზა დარჩენია, რომ საკუთარი ავტორიტეტი შეინარჩუნოს და ეს გზა გადის ტყუილზე, სიყალბეზე, რაღაცების დამალვაზე, რაღაც ენობრივ ინსინუაციებზე, მაიმუნობებზე და ასე შემდეგ და ამ მაიმუნობებით ფარავს თავის უნიჭობას და იმ დეკადანსს, რომელშიც შესულია ასეთი ადამიანები, ალბათ დღესაც ბევრი არიან და თომას მანის ეპოქაშიც მრავლად იყვნენ. მეგობრებო, ჩვენს მიერ შერჩეული ნაწარმოების მარიო და ჯადოქარი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი არის პუბლიკა. დარბაზში ჯადოქრის ფოკუსების სანახავად შეკრებილი პუბლიკა. არა ცალკეული ადამიანები, ამ პუბლიკის კონკრეტული წევრები, არამედ მთელი აი ეს საზოგადოება. მთელი ეს აუდიტორია შეგვიძლია მივიჩნიოთ ერთ-ერთ მთავარ გმირად, რომელიც თომას მანის ნაწარმოებს ყავს. და ბუნებრივია ეს საზოგადოება, ეს პუბლიკა ერთფეროვანი არ არის. შეიძლება პირობითად ვთქვათ, რომ ამ პუბლიკაში ძალიან ცოტა ადამიანია, ვთქვათ პირობითად 20%, ვინც აღფრთოვანებულია ჩიპოლათი, მისი მხარდამჭერია, მისი გულშემატკივარია, მოხიბლულია ამ კაცის ოინებით. აი თქვათ, მაგალითად, ამ პუბლიკაში არიან მთხრობელის შვილები, ბავშვები, რომლებიც ძალიან საყვარლები არიან, ძალიან კეთილები არიან, მაგრამ ჯერ 7 და 8 წლის არიან თუ არ ვცდები და არ შეუძლიათ აღიქვან სად მთავრდება თამაში და სად იწყება რეალობა. სად მთავრდება თამაში და სად იწყება სერიოზული საქმეები, სად მთავრდება თამაში და სად იწყება ტრაგედია. ამიტომ აღფრთოვანებული არიან იმ სანახაობით, იმ ვერცხლისტარიანი მათრახით, იმ სიცილ ხარხარით, ენის გამოყოფით, ადამიანის გახევებით და მასზე ხტუნვით და
ასე შემდეგ. და შეიძლება ცოტა უხეში შედარება, მაგრამ აი ამ ბავშვებში დავინახოთ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ყოველთვის მარტივად აღფრთოვანდება ხოლმე აი იმ დაბიური ლეთებით, რომელსაც ჩიპოლას მსგავსი პერსონაჟები გვთავაზობენ. ასევე საზოგადოება შედგება ძალიან მცირე რაოდენობით, კარგით ეგეც პირობითად დავასახელოთ, რომ მაქსიმუმ რაღაც 10% შეიძლება იყოს საზოგადოებაში, ვინც მზად არის თავგანწირვით, ვნებით შეეწინააღმდეგოს ჩიპოლას და მის ოინებს. უბრალოდ ეს წინააღმდეგობა მათ უჯდებათ ძალიან დიდ თვითგამორკვევად, ძალიან დიდი მსხვერპლის გაღებად, ძალიან დიდ ასე ვთქვათ დანაშაულზე შეიძლება ითქვას წასვლად. ანუ ნახეთ, საზოგადოებაში ჩვენ გვყავს დაახლოებით 30%, რომლის დიდი ნაწილი თქვათ აღფრთოვანებულია ჩიპოლას მსგავსი манипуляторების მოქმედებით და გვყავს პირობითად 10%, ვინც წინააღმდეგობას უწევს ხოლმე აი ამ აღვირ ახსნილობას. ვინ არიან დანარჩენი 70%? დანარჩენი 70% არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ჯუმად არიან, კონფორმისტები არიან, აი ამას პასუხისმგებლობის დიფუზიას ეძახიან, რომ თუ პასუხისმგებლობა არის საყოველთაო, კოლექტიური, მაშინ მე ინდივიდუალურად არ მომეთხოვება არც დავდადება, არც თავის გამოჩენა, არც რომელიმე ნაკლოვანებაზე ყურადღების გამოხვილება, რაღა მე შევიწუხო თავი, რაღა მე წავიდე მსხვერპლზე, რაღა მე ვიყო პირველი. ამიტომ ჩუმად არის. რაც იქნება, სანახაობას აკვირდება. შეიძლება არ მოსწონს, შეიძლება ამის წინააღმდეგია. მაგრამ რადგან მისი აზრით პასუხისმგებლობა დიფუზიურია და გაზიარებულია ყველას მიერ, ის რისკზე არ მიდის და საკუთარ თავს საფრთხეში არ იქნებს. ეს არის საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც ყველაფერს ხვდება, ყველაფერს აცნობიერებს. შეიძლება არც ეშინია, მაგრამ ჩუმად არის, იმიტომ რომ ეგუება აი ამ ყველაფერს. და ასევე დიდ უმრავლესობაში შედიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ შეშინებულები არიან. რა ელის ჩიპოლასგან ადამიანებს, რომლებიც წინააღმდეგობაში ჩაერთვებიან. ელით ჰიპნოზი, ელით დაცინვა, ელით იზოლაცია, ელით მარტო დარჩენა. და ბუნებრივია ამ სიმამაცეს საზოგადოებაში ბევრი ვერ იჩენს. მაშასადამე საზოგადოების უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 70%, ამას პირობითად ვამბობთ ჩვენ, შედგება ორი ტიპის ადამიანებისგან. პირველ ტიპს შეიძლება ვუწოდოთ პირობითად რატომ მე და არა სხვა, რაღა მე და არა სხვა, მე რატო ავიღო პასუხისმგებლობა, აქ ამდენი ხალხია და იმათმა აიტკივო ნაუტკივარი თავი, ეს არის ერთი მიმართულება და მეორე მიმართულება ადამიანებისა, რომელთაც დაცინვის, იზოლაციის, ჰიპნოზის ეშინიათ და არ უნდათ იმ ფასის გადახდა, რომელიც ბელადის მიმართ წინააღმდეგობის გამოვლენა შეიძლება მოჰყვეს. აი ესეთი იყო, მეგობრებო, თვითონ გერმანული და იტალიური საზოგადოებებიც დაახლოებით მაშინ გასული საუკუნის 30-იან წლებში. მართლა გულმხურვალე მხარდამჭერები რეჟიმებს შეიძლება ძალიან ცოტა ჰყავდათ და რაღაც მაქსიმუმ 20% იყვნენ მთელი საზოგადოების. თავგანწირული მოწინააღმდეგეებიც ძალიან ცოტანი იყვნენ, ვინც ბედავდა ხმის ამოღებას, წინააღმდეგობაში ჩართვას, პარტიზანულ ბრძოლებს და ასე შემდეგ. და იმ მთელი ჭაობი
შედგებოდა ან კონფორმისტებისგან, რომლებიც უბრალოდ ეგუებოდნენ ან ვითარებას, ან შედგებოდა აი ამ შეშინებული ნაწილისაგან. ზუსტად ასეთივე არის ჩიპოლას აუდიტორია და ამ ტიპის კომპონენტებს ხვდებით ჩვენ ადგილობრივი საზოგადოების სურათის აღწერისას და დანახვისას. თან აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს საზოგადოება არ შეიძლება მივიჩნიოთ რაღაც პასიურ აქტორად, სხვერპლად და საწყალ ადამიანებად. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ზოგიერთი მათგანი არის მსხვერპლი, განსაკუთრებით ისინი, ვინც წინააღმდეგობაში ჩაერთვნენ, ვისაც მართლა არ აქვს საშუალება, რომ ეს წინააღმდეგობა გაწიოს და ობიექტურად ეშინია, მაგრამ დიდი უმრავლესობა თავისი შემგუებლობით არის ხოლმე თანაზიარი ამ დანაშაულის და არა მხოლოდ შემგუებლობით, არამედ საზოგადოებაც აი ამ დარბაზში, ჩიპოლას დარბაზში დიდი მონდომებით დასცინის ხოლმე რომელიმე იმ მოქალაქეს, ვინც რომელმაც წინააღმდეგობა გაბედა. ანუ არ უჭირთ თვითონ თანა მოქალაქეების დაცინვა, წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლების დაცინვა, მათი მასხრა დაგდება, გაშაყირება. ასე რომ ის პასიური ჭაობი, რომელიც ყველა საზოგადოებაში არსებობს ხოლმე, ხშირად არის ხოლმე თანაზიარი იმ დანაშაულისა, რომელსაც დიქტატორები ჩადიან. მათი ტაში, მათი ოვაცია ხშირად ასაზრდოებს ხოლმე იმ დიქტატურებს, რომლებიც ქვეყნებში თუ დარბაზებში ყარდება ხოლმე. მოდით ეხლა თვითონ ამ საზოგადოების კიდევ რამდენიმე ნიშანი გამოვხოთ. აი მე ჩემს პატარა ბლოკნოტში, რომელიც ვერა გოგოხია მაჩუკა, ამოვწერე რამდენიმე ესეთი მახასიათებელი. მაგალითად, დიქტატორულ სისტემებში, ისევე როგორც ჩიპოლას დარბაზში, საზოგადოება ძალიან ზანტია, მოდუნებულია და ეს სიზანტე და მოდუნება ხელს უშლის, რომ აქტიურად იმოქმედონ მტანჯველი მდგომარეობის გამოსწორებისათვის. კაფიოა ეს მახასიათებელი. რა თქმა უნდა, ჩიპოლას აუდიტორიაშიც და დიქტატურულ რეჟიმებშიც ხვდებით ადამიანთა მასებს, რომლებიც აღფრთოვანებულები არიან უჩვეულობით. როგორიც არ უნდა იყოს ეს უჩვეულობა, საინტერესოა თუ არ არის, არა ყველა უჩვეულობა რაღაცით საინტერესოა, მაგრამ რაღაც შინაარსის მქონია თუ უშინაარსოა, კეთილი შინაარსი აქვს თუ ბოროტი შინაარსი აქვს. ამაზე აღარ ფიქრობენ. უბრალოდ უჩვეულო იწვევს მათ აღფრთოვანებას. ეს არის საზოგადოება, სადაც თქვათ შინაარსზე მეტად მნიშვნელოვანია ასევე თქვათ გესლიანი წაკინკლავება, ერთმანეთის დაცინვა, ერთმანეთს შეურაცხყოფა. ეს იპყრობს ამგვარი საზოგადოებების ყურადღებას. მოსწონთ ეს. აი ღვიძლიანად რომ ვიღაცა შეუტევს, ეს უფრო საინტერესოა, ვიდრე თქვათ ილაპარაკო იმაზე თუ რა არაჩვეულებრივი ბუნება არის იტალიის ლაჟვარდობა სანაპიროზე და რა კარგია იქ ზღვაზე ყოფნა, გარუჯვა და ასე შემდეგ. აღარ გამექცეს ჩემი ფანტაზიები ქვიშის ისი რა ქვია, ფრენბურთის თამაშისკენ, ხო? ამაზე არავინ არ საუბრობს, უფრო მეტად საუბრობენ, რომ აი რა ქვია, უფრო მეტად მოსწონთ, როცა ვიღაცას უტევს, რაღაც უჩვეულობასთან გვაქვს საქმე. ჩიპოლაზე საუბრის დროს ჩვენ ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ესე იგი მორალურზე მეტად მათ აინტერესებთ ესთეტიური საკითხები, ანუ თვალი ჭამს და სვამს ესეც საზოგადოებებში მხოლოდ და გონება, გული, საით არის მიმართული, რას აღიქვამს, ეს უკვე მეორე ხარისხოვნად მიიჩნევა და არაფრად არ აგდებენ ამ საკითხს. ამავე საზოგადოებებს ახასიათებს მაგალითად ის, რომ საკუთარ მოყვას და მეზობელს
არაფერს არ პატიობენ, ანუ საკუთარ თქვათ იმ დარბაში, ჩიპოლას დარბაში, გვერდით თუ ვინმემ რამე დააშავა, იმას არავინ არ გაპატიებს. მაგრამ ჩიპოლას ყველაფერს პატიობენ. იმაზე თვალს ხუჭავენ. კაცო, არ იცოდა სტალინმა, რა იცოდა სტალინმა? არაფერი არ დაუშავებია. ან რა მოხდა, კაცო, მილიონი ადამიანი გაწყვიტა ჰიტლერმა, მაგრამ ხო უნდოდა გერმანიაში რომ გზები ყოფილიყო. ან რას ერჩოდნენ მუსოლინის? ფაშისტი კი არ ყოფილიყო, იყო დროებით მიემხრო ჰიტლერს, რომ იტალიის სიდიადე გადაერჩი. ხო, ანუ ყველაფერს აპატიებენ მათ. დიქტატორებს, მაგრამ აი საკუთარ მოყვას და ძმას ტყავს გააძრობენ. ამავე საზოგადოებას აქვს კიდე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი თვისება. ერთი თვისება გახლავთ ის, რომ ნახეთ, ჩიპოლა ამბობს ესეთ სიტყვას. ძვირფასო მაყურებლებო, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ქვეყნად არსებობენ გონიერებასა და სათნოებაზე ძლიერი ძალები, რომლებიც უკან არასდროს იხევენ. და სწორედ ესეთი ძალები არიან გაბატონებულები ამ საზოგადოებაში. აი უკან რო არ იხევენ, მუხრუჭი რო არ აქვთ ისეთი ძალები, დაუნდობლობა, სისასტიკე, ახლობლის გაწირვა, ღალატი და ასე შემდეგ. არავინ არავის არ ინდობს, გონიერება და სათნოება მეორე მხარეს არის ჩაჩოჩებული, უკანა მხარეს არის ჩაჩოჩებული. მოდით ამ საზოგადოების კიდევ ერთი თვისების განსახილველად აი ეს წიგნი გადავშალოთ ნომერ მერვე სანიშნეზე და ეს ფრაზა მოვიკითხოთ და შემდეგ განმარტოთ თუ როგორ გამოარჩევდა ჩიპოლას დარბაში შეკრებილ აუდიტორიასაც და დიქტატორულ საზოგადოებასაც ეს მუდმივი ნეგაცია და ნეგაციის ნიშანი. მხოლოდ არნდომა ვერ იქნება სულიერი ენერგიის წყარო. რამის გაკეთების არმონდომებას ხანგრძლივად ვერ გაიხდი ცხოვრების შინაარსად. რაღაც არ გინდოდეს, თუ საერთოდ აღარაფერი გსურდეს და მაინც ასრულებდე ნაბრძანებს, ეს სამივე მდგომარეობა შესაძლოა ისე ახლოს იდგეს ერთმანეთთან, რომ მათ შორის ადგილი არ აღმოაჩნდეს თავისუფლების იდეას. ანუ ნახეთ, ეს საზოგადოებები როგორია, რომ არაფერი არ უნდათ, აღარაფრის გაკეთება აღარ სურთ, ზად არიან, რომ თვითონ კი არ შექმნან იდეა, რომელსაც გაყვებიან, თავისუფალი გადაწყვეტილება კი არ მიიღონ, რომლითაც თქვათ განსაზღვრავენ თავიანთი ქვეყნის თუ თავიანთი საზოგადოების ბედს. მხოლოდ იმისთვის არიან მზად, რომ შეასრულონ და აღასრულონ ნაბრძანები. როგორც თომას მანი აქ წერს, მხოლოდ არნდომა ვერ იქნება სულიერი ენერგიის წყარო. აი ამ იმათაც რა ქვია, დიქტატორულ საზოგადოებაშიც იცოდნენ იტალიელებმა და გერმანელებმა რა არ უნდოდათ. არ უნდოდათ, რომ დამარცხდნენ პირველ მსოფლიო ომში. არ უნდოდათ, რომ გერმანელებს რომ რეპარაციას იხდიდნენ. არ უნდოდათ, რომ თქვათ სიღარიბე იყო ირგვლივ. ეს იცოდნენ რა არ უნდოდათ. მაგრამ მხოლოდ რა არ უნდათ, რა არ გინდა, ეს ვერ იქნება მოძრაობის წინაპირობა. მხოლოდ არნდომაზე ვერ მოიპოვებ, თქვათ, სულიერ ენერგიას. ვერ დაიძრები. ხო, მხოლოდ არნდობით კარგი და კეთილი მიზნისკენ. ამიტომ, როცა არ გინდა, აღარაფერი აღარ გსურს, როცა შენ თავისუფლებას გადაულოცავ ხოლმე სხვას, მაშინ შეუძლებელია, რომ თავად განსაზღვრო შენი მომავალი და ხდები აი ამ მოჯადოებული წრის ნაწილი და ხდები მორჩილი და ხდები აი ამ დიქტატორების და ამ საზისღარი ხალხის მსხვერპლი. აი ესეთი არის საზოგადოება ჩიპოლას დარბაშიც და იტალიასა და გერმანიაშიც 30-იან წლებში. მათ არ იციან რა უნდათ.
მათ მხოლოდ ის იციან, რომ რა არ უნდათ და აღარ შეუძლიათ დამოუკიდებლად მოქმედება და რაღაცების გადაწყვეტა. და კიდევ ერთი უბედურება, რაც შეეყრებათ ხოლმე საზოგადოების წარმომადგენლებს, არის ის, რომ თავად დამცირებულ ადამიანებს უჩნდებათ სურვილი, რომ სხვებიც მათ დღეში აღმოჩნდნენ. მაგალითად, ჯოვანოტო ძალიან ბედნიერია, როდესაც ნაწარმოების მიწურულს დაიწყებს ჩიპოლა უკვე მარიოს მოდრეკასაც, მარიოს დაცინვასაც, მარიოს ჰიპნოზის ქვეშ აღმოჩენასაც. არავის არ უნდა რომ იყოს თავისი შერცხვენით, თავისი დამცირებით გამონაკლისი და მათ სურთ რომ სხვებიც გათათხულნი, მასხრა დაგდებულნი იყვნენ და ეს ბუნებრივია ამ საზოგადოებებში უფრო მეტად ავრცელებს ხოლმე სისუსტეს, ავადმყოფობას, ჭირს, ვიდრე თქვათ სოლიდარობის გრძნობას და წინააღმდეგობის მოძრაობას და ამგვარი მახასიათებლები მრავლად შეგვიძლია აღმოვაჩინოთ გერმანულ, იტალიურ და სხვა ტოტალიტარულ საზოგადოებებშიც და რა თქმა უნდა ჩიპოლას აუდიტორიაშიც. მაგრამ მხოლოდ საშინელ და ნეგატიურ და უბედურ მოვლენებზე ხო ვერ ვისაუბრებთ. ჩვენს იმავე წრეში ხო არ შევალთ, რომელზეც თომას მანი მოგვითხრობს. თან ნაწარმოებიც არ არის დეპრესიული და მხოლოდ უბედურებაზე, манипуляციაზე, ჰიპნოზზე არ მოგვითხრობს, იგი კონკრეტულ გამოსავალსაც გვთავაზობს. მოთხრობის მიწურულს სცენაზე კვლავ ჩნდება ჩვენი საყვარელი მარიო, კეთილი, ძლიერი, სტუმართმოყვარე, შეყვარებული ბიჭი, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს ოფიციანტად, რათა ფეხზე დადგეს და თავისი ადგილი იპოვოს საზოგადოებაში. ჩიპოლა, რომელიც შეპყრობილია იმის სურვილით, რომ ყველა და ყველაფერი დაამციროს და ყველა მოსპოს ამ საზოგადოებაში, უკვე მიზანში ამოიღებს თვითონ მარიოსაც, გამოიძახებს მას სცენაზე, მარიოს არ უნდა ამ სცენაზე გასვლა თუ წინა პლანზე წამოსვლა, ჩიპოლას მაინც თავისი გააქვს, იყენებს თავის ასე ვთქვათ მეთოდებს, კერძოდ ჰიპნოზის მეთოდს თუ არ ვცდები, აშტერებს ამ კაცს და შეეცდება რომ ეს საკუთარი თავი, ეს მახინჯი გუზიანი, ზაზიზღარი ბოროტი ადამიანი სხვის თვალში წარმოაჩინოს ულამაზეს არსებად. მოკლედ ჩიპოლა ცდილობს რომ მარიოს თავი მოაჩვენოს თავის საყვარელ შეყვარებულად, საყვარელ გოგონად, რომლის ხსენებაზეც მარიოს ელეთმელეთი ემართება, იმიტომ რომ მართლა არის უზომოდ შეყვარებული ამ გოგონაზე და შორიდან ეტრფის, თლად ახლოსაც ვერ მიდის და მოკლედ რაც შეიძლება 20 წლის ბიჭს სჭირდეს თავის ასაკში, როგორი სიყვარულითაც შეიძლება უყვარდეს ადამიანი, სწორედ ასეთი გრძნობებით არის შეპყრობილი მარიო. და სწორედ აი ამ გრძნობებს იგდებს მასხრად ეს ნაძირალა არაკაცი ჩიპოლა. თავს წარმოაჩენს, მოაჩვენებს შეყვარებულად და იტყვის რომ მაკოცეო და ჩიპოლასაც კოცნის ძვირფასი მარიო. წარმოიდგინეთ რა საშინელება, რომ ყველაზე წმინდა რაც აქვს მარიოს მისი შეყვარებული გოგონა, ყველაზე შვენიერ არსებად ვინც მიაჩნია, ყველაზე მეტად საიდკენაც მიისწრაფვის, აი ის გრძნობა, ის ხედვა
ის რაღაც ქარიშხალი, რომელიც მის გულში ტრიალებს, ჩიპოლამ ფეხქვეშ გათელა. არაფრად არ ჩააგდო. მასხრად აიგდო ამ ადამიანის გრძნობები და სიყვარული. სიყვარული, გრძნობა ჩიპოლამ მასხრად აიგდო. ბუნებრივია მარიო შოკირებულია. აქ სპოილერ ალერტი იქნება, შოკირებულია და გამოფხიზლების შემდეგ მას რჩება ერთადერთი გზა, რომ საკუთარი ღირსებაც აღიდგინოს და აუდიტორიას აჩვენოს, რომ არსებობს ზღვარი, რომლის გადალახვა არ შეიძლება. ჩიპოლა მთელი წარმოდგენის განმავლობაში ცდილობს, რომ თავისი გარყვნილების საზღვრები გააფართოვოს. ის ცდილობს, რომ ამ გარყვნილების მანიპულაციის საზიზღრობის საზღვრები ნელ-ნელა გადაწიოს. ვერავინ ვერ ახერხებს აი ამ გაფართოვების შეფერხებას. ყველას გონია, რომ აი აქ იქნება ახლა ბოლო პუნქტი ამ გაფართოვების. აი აქ შეჩერდება ჩიპო. მაგრამ არ ჩერდება, ვინაიდან წინააღმდეგობა სერიოზული არ არსებობს. ჩვენი მთხრობელიც კი სკეპტიკურად არის ყველაფრის მიმართ განწყობილი, მაგრამ ზის თავისთვის თაგვირდება ამ ყველაფერს და შვილებიც კი არ მიყავს დარბაზიდან ეძინებათ იმათ, მაგრამ რჩება, იმიტომ რომ აინტერესებს რა მოხდება. დრამაში მონაწილეობს. ანუ არავინ არ ჩანს ირგვლივ, ვინც აი ამ სიბინძურის გავრცელებას და მოდებას თელს დარბაზზე გააჩერებს. აი აქ მარიო გვეუბნება, რომ აი ეს სიყვარული, გრძნობა, ღირსება პირადი მისთვის არის ზღვარი, რომლის გადალახვასაც არავის აპატიებს და მარიო გვეუბნება, რომ ადამიანი შეიძლება იყოს თავისუფალი. ადამიანმა შეიძლება თავისი ნების თავისუფლება გამოხატოს. ადამიანის ნების დამორჩილება ნებისმიერ შემთხვევაში არ შეუძლია ჩიპოლას ნაირ გათახსირებულ ადამიანებს. მარიო ეს იმპულსური ქცევა თუ თავად ხვდება, მარიო დგამს გამათავისუფლებელ ნაბიჯს. ის ტყვიას ესვრის ჩიპოლას და ამ ძალადობრივი აქტით თავისუფლდება იმ ჭუჭყისგან და სიბინძურისგან, რომელიც მთელს დარბაზში და მთელს საზოგადოებაში გაავრცელა ჩიპოლამ. ძალიან დრამატული დასასრულია, ძალიან ტრაგიკული დასასრულია ამ ნაწარმოებისა. ვერ ვიტყვით, რომ ეს დასასრული ერთმნიშვნელოვანია. ბევრ ადამიანს უჩნდება განცდა, რომ რა საჭიროა სისხლისღვრა და ძალადობა გათავისუფლებისთვის, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ სხვა გზას მანიპულატორი არ ტოვებს ხოლმე. მარიომ გაისროლა და საკუთარი თავიც და დარბაზიც გაათავისუფლა აი ამ ნახევრად დემონური ტაკი მასხარაობისგან, მანიპულაციისგან და უბედურებისგან. შეიძლება ჩვენ ვიფიქროთ ძალიან ყოფითად და მარტივად, რომ იმ დარბაზში მართლა შეიძლებოდა სხვა გზით ადამიანებს
დაეხსნათ თავი ჩიპოლას ჯადოქრობისგან. რა თქმა უნდა შეიძლებოდა თვითონ თხრობელს რომ ხმა მოეღო ან ამდგარიყო და გასულიყო აუდიტორიიდან თუნდაც რაღაც ნაწილთან ერთად საზოგადოებისა ამას შეეძლო მოქმედება ან მანამდე გამოვლენილ წინააღმდეგობებს რო შედეგი მოჰყოლოდა აქამდე არ მივიდოდა საქმე ან ვიღაცას რომ არ გაეზიარებინა ჩიპოლას დაცინვისგან წარმოქმნილი ემოცია ამას შეიძლებოდა დაემუხრჭებინა ვითარება და უამრავი სხვა რამ შეიძლებოდა მოხდარიყო უბრალოდ რო ასულებოდა და გააელახათ ეს კაცი და ეთქვათ რომ შენ ცოტა ყველა თებში კარადაში ხო არა გაქვს შელაგებული რა სისულელებს აკეთებ გაეძევებინა და გამოებუნძულებინათ იმ დარბაზიდან ამას შეეძლო შეეჩერებინა ვითარება ბევრ რამეს შეეძლო რომ ტრაგედიისგან ეხსნა დარბაზი და უპირველეს ყოვლისა ეს შეეძლო წყობრ წინააღმდეგობას ან პასუხისმგებლობის გაზიარებას თუნდაც კრიტიკული მასის მიერ მაგრამ პასუხისმგებლობა კრიტიკულმა რაოდენობამ დარბაზში შეკრებილი ადამიანებისა ვერ გაიზიარა ეს პასუხისმგებლობა კონკრეტულ მოქმედებად ვერ გადათარგმნა და საბოლოოდ მივედით აი ამ ტრაგიკულ კულმინაციამდე, როდესაც გათავისუფლების ერთადერთი გზა ძალადობრივ წინააღმდეგობაზე გადიოდა. იგივე მოხდა, ვთქვათ, პოლიტიკური თვალსაზრისით, ვთქვათ, გერმანიაშიც ნაციზმის დამყარების დროს უამრავი საშუალება ჰქონდათ გერმანელებს, რომ არ დაეშვათ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლა. ეს იქნებოდა არჩევნები, ეს იქნებოდა მათთან კოალიციის არ შექმნა, ეს იქნებოდა თქვათ ბატონ პრეზიდენტ ჰილდენბურგს რომ იგი არ დაესახელებინა, ჰიტლერი არ დაესახელებინა ჰინდენბურგს კანცლერად, მანამდე შეიძლებოდა თქვათ რომ უფრო მკაცრად შეეხედათ აი ამ გაჩენილი ჭირისთვის 2%-იანი იყო თავიდან ეს პარტია მანამდე არ იმოქმედებს იქ რეგიონებში არ შეუწყეს ხელი რომ მათი წარმომადგენლები მთავრობაში არ მოსულიყვნენ და ასე შემდეგ უამრავი გზა არსებობდა რომ ეს რეჟიმი გაეჩერებინათ მერეც ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ არასად მკაცრი წინააღმდეგობა მათ არ შეხვდათ და აი აგერტევსის წიგნიც აიხმანი იერუსალიმში ხანა არენტის ნაშრომი ქართულადაც არის უკვე თარგმნილი, იქაც ჩანს ეს კონფორმიზმი და ბანალურობა იმპორტობის, რომელიც დამყარდა გერმანიაში, იმიტომ რომ ყველა იყო შეგუებული ამ ვითარებას, არავის არ უნდოდა ზედმეტად თავის ატკიება და ბოლოს გერმანიის გათავისუფლების გზაც გადიოდა ძალადობრივ წინააღმდეგობაზე და დრეზდენის საშილად დაბომბეს, მაგრამ სხვა ქალაქების დაუდებელ დაბომბვაზე და იარაღით ხელში ჰიტლერთან წინააღმდეგობაზე, რომელიც მთელს ევროპაში გაშლილი იყო, მათ შორის გერმანელი დაევნილი სოციალისტების მხრიდან. ჩიპოლას ძალაუფლების მოყვარეობას მარიომ თავისი ღირსება დაუპირისპირა ჩიპოლას ცინიზმს მარიომ თავისი გრძნობის პატივისცემა შეაგება და მარიომ არ მისცა ჩიპოლას შოუს მანიპულაციურ შოუს იმის უფლება რომ მის სინამდვილეში შეჭრილიყო ეს ძვირად დაუჯდა ახალგაზრდა კაცს მაგრამ მისმა გამბედავმა ნაბიჯმა მთელი საზოგადოება გამოაფხიზლა და ადამიანები დედამიწაზე დაბრუნდნენ აი ამ აქტის და ამ გასროლის შემდეგ. იმედია, ვისაც არ წაგიკითხავთ ეს ნაწარმოები, გადაშლით და წაიკითხავთ მარიოსა და ჯადოქარს და ვისაც წაკითხული გაქვთ, კიდევ ერთხელ შეავლებთ თვალს ამ
შედევრს. თუ მოგეწონათ ჩვენი მსჯელობა მარიოსა და ჯადოქრის შესახებ, ძალიან ზედაპირული, მაგრამ მაინც მსჯელობა, მაშინ გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაგვიკომენტარეთ მე-20 საუკუნის გერმანულენოვანი ნაწარმოებებიდან, რომელთაც პოლიტიკური შინაარსი აქვთ, რომლის განხილვას ისურვებდით და თუ წაკითხული მაქვს ის წიგნი და თუ ვაკავშირებ მას გარკვეულ პოლიტიკურ რეალობებთან, ანუ ჩემს პროფესიასთან, მაშინ შევეცდებოდი, რომ იმ ნაწარმოებებისა და წიგნების შესახებაც მომეთხოვრო შიგადაშიგ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, დალაიქეთ და გააზიარეთ ჩვენი ვიდეო სოციალურ ქსელებში. მომავალ შეხვედრამდე თქვენ უყურებდით და უსმენდით ლორდ ქიფანიძის ვლოგს.